დავიწყოთ. თქვენ უყურებთ ალექსი ჩიქოვანის დიდ პოდკასტს. საუბრობთ ბრენდინგზე, სტრატეგიაზე, სტრატეგიულ ბრენდინგზე. პოდკასტის მხარდამჭერები არიან TBC ბიზნესისთვის და აზროვნების აკადემია. გაგიმარჯოთ მეგობრებო, ასეთ ყვილა არ გესალმებით, იმიტომ რომ ჩემი პოდკასტი ვერ ჩაივლიდა ისე, რომ არა ქართული ღვინო, რომელიც არის ჩემი დიდი სიყვარული, იმიტომ რომ მე იქ მუშაობდი 4 წელიწადი ღვინის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიაში, GWS-ში და ჩვენ ყავდა ძალიან ღირსეული კონკურენტები, ძალიან ღირსეული კომპანია, რომელმაც ასე ვთქვათ, ფეხი აუწყო ახალ დროებას და შექმნა ერთ-ერთი ყველაზე კარგი ქართული ღვინის ბრენდი, თელავის ღვინის მარანი. მოგესალმებით, ჩემი სტუმარია ბატონი ზურაბ რამაზაშვილი, თელავის ღვინის მარანის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბატონ კახა ზუკაკიშვილთან ერთად, ხო, და ასევე მოქმედი დირექტორი. ხო, მართალია ბატონ ზურაბ. ესე იგი, რატო მოგიწვიეთ მანდამაინც თქვენ? მე ვთქვი, რომ ჩემი მშობლიური კომპანია ღვინის არის GWS, მაგრამ ამ წუთისთვის ის აღარ არის უკვე პირველი დამფუძნებლის ხელში, რომელსაც შეეძლო ეს ისტორია მოეყოლა ძალიან სიღრმისეული ასე შემდეგ და შექმნის ჟინი რა იყო და აქედან გამომდინარე მოგიწვიეთ აუცილებლად თქვენ, იმიტომ რომ აი ეხა ერთი კვირის უკან მოხდა ესეთი ფაქტი, რომ ჩამოვიდა ამერიკიდან ადამიანი ამერიკელი, რომელიც საქართველოში არ ყოფილა 10 წელიწადია, იყო მანამდე. და რო ვესაუბრეთ საღამოს სადილზე რომ მივდიოდით, ერთი კითხვა მაქვს, დიდი ბოდიშიო, უხერხული თუ არ იქნებაო. აი ის წინანდალიო თუ შეიძლება რომ დავლიო რა და რომელი წინანდალი მეთქი მე საერთოდ არ მახსოვდა. თელავის ღვინის მარანის წინანდალიო, ჩაწერილი მაქვს, მახსოვსო და ძალიან გამიხარდა იმ კაცს ეს გემო ახსოვდა და ჩემთვისაც ესე ადამიანები რო საუბრობენ ღვინოზე, თუ თქვენ გახსენებენ ეს რაღაცა ესეთი სავიზიტო ბარათი ღვინოა, ხო? მაგრამ იმის მერე რა თქმა უნდა ძალიან შორს წახვედით, განვითარდით, კიდე დაემატა ეს ყველაფერი და ძალიან მიხარია, რომ დაფუძნების დღიდან დღემდე ხართ ბაზარზე და ეს არის იშვიათი ამბავი საქართველოში და სწორედ ასეთ ბრენდების მოწვევა მინდა, რომ როგორ მოხვედით აქამდე, რა გზა გაიარეთ, მაგრამ მანამდე მინდა პატარა ისტორია, რა არის თელავის ღვინის მარანი, საიდან მოდის და თქვენ როგორც მე ვიცი 1915 წელს არის, ხო, ეს მეღვინეობა შექმნილი, გამოიარა საბჭოთა დრო ალბათ და მერე უკვე დამოუკიდებლობის მერე თქვენ ჩაუდექით ამ ამბავს სათავეში. აი, რა იყო, როგორ იყო, რატომ მანდამაინც ეს კომპანია როგორ აღადგინეთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოგესალმებით. დიდი მადლობა მოწვევისთვის, ჩემთვის ეს პატივია და მინდა გისურვოთ წარმატება თქვენს დაწყებაში. ეხლა რაც შეეხება ჩვენს კომპანიას და ისევ როგორც დავიწყეთ, ეს რეალურად ჩვენ კომპანიაში მივედით 1997 წელს, მაგრამ ისტორიას რომ გადავწყვეტ, კომპანია დაფუძნდა ღვინის მარანი დაფუძნდა, თელავის ღვინის მარანი დაფუძნდა 1915 წელს. იგი მდებარეობს თელავიდან ჩრდილო მიმართულებით და კურდღელაურის, სოფელი კურდღელაურის ჩრდილოეთით ალაზნის მიმართულებით. ხო, რასაკვირველია ხა ამ კომპანიამ იარსება სულ რამოდენიმე წელი, მას შემდეგ რაც საბჭოთა წყობილება დამყარდა, შემდეგ ამას მოყვა რასაკვირველია კოლექტივიზაცია, ნაციონალიზაცია, გადავიდა სახელმწიფოს მფლობელობაში, მაგრამ მთავარი და განსაზღვრელი აქ რა იყო, რომ ღვინის კეთება აქ არ შეწყვეტილა. და ის პატარა მარანი, რომელიც არსებობდა, რომელიც შეიქმნა და რომელიც იყო ქვევრები და ეს ფუნქციონირებდა და ეს ფუნქციონალური იყო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ანუ ეს ძალიან სასახელოა, რომ დაწყებიდან დღემდე ეს მარანი ფუნქციონალური, უწყვეტი ფუნქციონალი აქვს. მნიშვნელოვანია. ხო და შემდეგ, მოხდა საბჭოთა დროს იგი საბჭოთა მთავრობის, ანუ მთავრობის ქვეყნის საკუთრება გახდა, ასე ვთქვათ, როგორც არის და შემდეგ მის ადგილას ამავე ტერიტორიაზე აშენდა დამატებითი კიდევ ინდუსტრიული საწარმო, რომელსაც შემდგომში ეწოდა კურდღელაურის ღვინის ქარხანა. და მისი მთავარი მიმართულება იყო ქვევრის ღვინის წარმოება და ასევე სხვადასხვა ღვინოების წარმოება, ისე როგორც საბჭოთა დროს ხდებოდა ეს ყველაფერი და შემდეგ დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ 95 წელს მოხდა კომპანიის პრივატიზირება მონქმედი შტატის მიერ და ისინი სადღაც 2 წელიწადში გაკვეთრდნენ.
ჩვენ ფაქტიურად შემოგთავაზეს გაკოტრებული კომპანიის ყიდვა და აი სწორედ აქედან დაიწყო 97 წლიდან დაიწყო ჩვენი მოღვაწეობა და უკვე რამდენი წელი გავიდა 27 წელი გამოდის 27 წელი 27 წელი ქართული ბრენდისთვის დამოუკიდებლობის დღიდან თუ დავთვლით არის ძალიან დიდი ვადა ყოველთვის ვიძახი რომ აი დასავლური ბრენდები რო 100 და 150 წლის ჩემთვის დაახლოებით მაგას უდრის იმიტომ რომ თან რა პერიოდი გაიარა ქვეყანამ და ესე იგი იმ დღიდან მოყოლებული დღემდე რო ბაზარზე ხართ ეს უკვე არის ძალიან დიდი საქმე აი შემდეგი კითხვა მაქვს ეხლა უკვე აი ჩვენ თემას რო დაუახლოვდეთ რატო იყიდეთ ეს კომპანია? რატო გინდოდათ ღვინის კეთება? რაოდენ პარადოქსალურიც არ უნდა იყოს ეს საერთოდ არ ვფიქრობთ ყიდვას. საერთოდ, უბრალოდ შემოგთავაზეს, რომ ეს არის კარგი საქმე და კარგი ბიზნესი. უბრალოდ ანუ მანამდე თქვენ ღვინოსთან შეხება. ღვინოში მქონდა, მე განათლებით ექიმი ვარ, ჩემი პარტნიორი ინჟინერია. ხო და შემდეგ რატომღაც მოხდა ისე რომ მე ორივე ბიზნესში წავედით, მე დავამთავრე ამერიკული ბიზნეს სკოლა, პირველი საქართველოს, რომელიც გაიხსნა 91 წელს. და მას შემდეგ რაღაც ბაზისური ცოდნა მივიღეთ და ნუ სხვადასხვა საქმეს ვიყავით შეჭიდებული, ასე ვთქვა და საკმაოდ წარმატებულად. ნუ ეხლა იქ ხონდა სხვა მართულები და ყველაზე მთავარი და ბოლო ეს იყო ჩვენი მართულება არის იყო ღვინის ბითუმად ბალკ როგორ არის ბითუმად ყიდვა გაყიდვა ექსპორტ ხო ექსპორტ იმპორტის ოპერაციები ვაწარმოებდით და ნუ საკმაოდ მომგებიანი იყო ეს არა საქართველოს გარეთ იყო ჩვენი ძირითადი საქმიანობა ხო და ჩვენ შემოგთავაზეს ამის ყიდვა ჩვენს გადავწყვეტთ გვეყიდა იმიტომ რომ გითხოს ძალიან კაი საქმეა შენ ღვინოს აწარმოებდი და წარმოდგენა არ ქონდა რა ხდებოდა როგორ უნდა გვემართა არ ვიცოდეთ ეს და როდესაც ასე ვთქვათ ახლო მივედით ამ საქმესთან და მივხვდით იმ პრობლემატიკას რაც არსებობს ну ცოტა არ იყო შეგვეშინდა აი ეს პრობლემატიკა რა იყო ბატონო პრობლემატიკა ფუნდამენტალური იყო ის ყველაზე მთავარი რაც არის ის რომ ღვინის ბრენდი ნებისმიერი ცნობილი ღვინის ბრენდი თავისთავად არ არსებობს ის არის მიბმული ვენახთან ეს არის პრინციპული განსხვავება ყველა სხვა ბრენდინგისგან განსხვავებით. ანუ ლუდი არ არის მიბმული რაიმე ერთი ლოკაციის სერიალის ყანასთან რაღაც ხოლო ღვინო აუცილებლად მიბმულია ვენახთან. ახლა ჩვენ რომ დავასახელოთ ყველაზე ცნობილი ბრენდები მაგალითად ყველა მიცი შატო პეტროსი, ლაფიტი ან ბავშვად იგივე ობრიონი ან რაღაც შატო მარგო, ოზონი და ბევრის დასახელება შემიძლია ხო იგივე სასიკაი იტალიურ გადავთ აქეთ. არის კიდევ სხვები ყველა ქვეყანაში. ესენი ყველა წარმოადგენს ვენახს. თავისთავად რომ მიხვიდე და იქ ნახოთ, მათი სიამაყის საგანს წარმოადგენს ვენახი. ნუ ეს ის უცვლელი ნაწილია, რომელიც განსაზღვრავს ბრენდის ფასს და ღვინის ხარისხს. კი ბატონო. ხოლო ჩვენთან ეს პროცესი დარღვეული იყო საბჭოთა წყობილების მიერ. ანუ კავშირი ვენახსა და მეღვინეს შორის არ არსებობდა. ესე იგი მევენახეობა ეკუთვნოდა სოფლის მეურნეობას, ხოლო მეღვინეობა ეკუთვნოდა კიდევ სხვა სამინისტროს. მეგონი რაღაც ინდუსტრიის რაღაც არ მახსოვს, ახლა მე მაგ საქმეში არ ვიყავ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ერთი დაქვემდებარების ქვეშ არ იყო. და შესაბამისად მევენახე იყო დაინტერესებული ესე მიეწოდებინა რაც შეიძლება მეტი ყურძენი, ხოლო მეღვინე დაინტერესებული იყო შეესრულებინა სახელმწიფო გეგმა. ანუ შესაბამისად ბმა რომ აი ეს ამ კონკრეტული ვენახიდან მიღებული ღვინიდან და მიღებული იყო რაღაც პროდუქტი, რომელსაც ასე თქვათ ექნებოდა დროში და სივრცეში მიდევნება როგორც ყურადღების, ასევე დაუშვათ ზრუნვის ასეთი რაღაც არ იყო. და აი ამას ჩვენ რომ წავაწყდით, მივხვდით სწორედ ამ პრობლემატიკის სიღრმეს, რადგან ჩვენთან რა არსებობდა მაშინ იყო რაღაც დასახელებები ღვინოების, რომლებიც ვენახთან არ იყო მიბმული. აი თვითონ ჩვენ სამწუხარო ის ფაქტი რომ თვითონ იგივე წინანდალიც ან იგივე მუკუზანი
იყო რაღაც განყენებული ცნებასავით სახით, რომელიც იყო ამორფული ზოგადი ცნება და არ იყო კონკრეტიზირებული რაღაც კონკრეტულ ნიადაგთან. მეტნაკლებად ეგრეთ წოდებული კატეგორია ბრენდები იყო. ხო, კატეგორია იყო. ეხლა მე ვიცი პრაქტიკულად როგორ მზადდებოდა ღვინოსთან კავშირი მქონდა, ხედავ ყველაფრის და ჩემი ოჯახური წარმომავლობის ყველა ექიმები არიან, მაგრამ ღვინოსთან მაინც კავშირი მქონდა, იმიტომ რომ მამიდა ჩემი იყო წინადლის ღვინის გაერთიანების ლაბორატორიის გამგეწლების მასწავლებელი, ხოლო მისი მეუღლე იყო ამ ღვინის წინადლის აი ცნობილი სარდაფი რაც იყო წინადლის მისი გაერთიანებას მისი თავარი მეღვინე ხოშის გმირი მეღვინე იყო საბჭოთა კავშირის გმირი იყო იოსებ ბოლქვაძე ეს ადამიანი ხოდა ისე რომ კავშირი მქონდა ღვინოსთან რაღაცა ვიცოდი ამასთან დაკავშირებით და რა ხდებოდა იცით ახლა წინადლის ღვინის შერჩევა ხდებოდა არა ვენახიდან მომდინარე არამედ სხვადასხვა მხრიდან მოსული წინადლის ანალიზით. ანალიზით ხდებოდა მე წინადლის და შეიძლება სხვა ადგილი დაყოფილიყო. თუ სადეგუსტაციო კომისია ამას არჩევდა და შეარჩენა ეს მაგალითად შეიძლება ნაფარევის კატეგორია კარგია და მოდი ეს წინადლა დავაძველოთ. და რა ის შესაბამისად ეს ისტორიული ბმა ჩვენ დავკარგეთ. არ გვაქვს. ახლა ჩვენ რო ვთქვათ რომ აი ეს ღვინო მუკუზანი კარგია, იმიტომ და იმიტომ აი ამის საშუალება არ გვაქვს. იმიტომ რომ ეს ისტორიული ბაზისი არ გვაქვს. და ამის გაკეთება ჩვენ რეალურად დავიწყეთ უკვე 2000 წლიდან. და აი მთელი პრობლემატიკა ამაში მდგომარეობდა, იმიტომ რომ ჩვენი მიდგომა ცოტა ფუნდამენტალური იყო. ჩვენ ასე ვთქვათ არ ვიყავით მოწოდებული იმას მისკენ რომ მოგება მიგვეღო დღეს ჩვენ შეგვიძლია იმის ჩვენ თავის იმის უფლება მიგვეცა რომ ჩვენი პერსპექტიული მოგება გადაგვეწია და შესაბამისად ჩვენთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო წინაპლანზე დადგა ხარისხი. და ამის მისაღებად რასაც ჩვენი არაფერი არ ვიცოდით ამის შესახებ ეს რაღაც შემთხვევითობის ჯაჭვის წყალობით მოხდა ისე რომ ჩვენ რაღაც საჭირო ხალხი გავიცანით რომელიც შემდეგ ჩვენი კონსულტანტები გახდნენ და ამ კონსულტანტების ბატონ ზურაბ მე მახსოვს რომ ჩვენ ყავდა კომპანიაში მაშინ როცა მე მუშაობდი ავსტრალიელი მეღვინე და თქვენ ყავდათ მე ამერიკელი კონსულტანტი არა ის ავსტრალიელი იყო მაგრამ ფრანგი ავსტრალიელი და ყავდათ ეს ადამიანი მახსოვს და ესეთი დიდი ამბავი იყო ეგეც რომ ისა ხო წარმოვიდგინეთ ხა მარტივად რომ გითხრათ აი დასაწყისის რომ წარმოვიდგინოთ რა ესე ეს ჩვენ რომ ჩამოვიყვანეთ ეს კაცი ჯერ ხა დათანხმდე რომ ჩამოხვიდი აქ სადღაც აქ საერთაშორისო პრესაში ჩვენ შეიძლება საერთოდ ინფორმაცია არ არის და თუ რამე არის ყველაფერი უარყოფით ის საშუალება ხალხს კლავენ და რაღაც წვავენ და არ ვიცი ბავშვებს ჭამენ რა ვიცი საშინელება აი ეს ამ კაცმა გამოიჩინა გმირობა და ჩვენი პირადი კონტაქტის შემდეგ გადაწყვიტა ჩამოსულიყო საქართველოში. ჩამოვიდა საქართველოში და პირველი რჩევა რაც მოგვცა, გითხარა რა წარმოუდგენ რაღაც არის. რა ქენითო იციო? ერთიანი სტანდარტი შექმნითო მარანში. და რა არის ეს სტანდარტი? ეს სტანდარტი არის ხრახნის სტანდარტი. ანუ ეს ხრახნი რითაც ერთი რეზერვუარი შეიძლება მეორესთან დაკავშირდეს, ანუ ელასტიური მილების არც ერთი ხრახნის სტანდარტი არ იყო. ესე იგი შესაბამისად ის პრობლემა იქნებოდა თვითონ რომ ერთი რეზერვუარიდან მეორეში ღვინო ასე ვთქვათ დაზიანების და ხარისხის გავარების გარეშე გადაგეტანა. და ესეთი ბაზისური პრობლემები იყო ელემენტარული ის ხომ ელემენტარული აბსოლუტურად რომ უნდა შეგეძლოს ერთი რეზერვუარიდან მეორე რეზერვუარში ღვინო ძალიან მარტივად გადაკაჩო. და იმ დროს ეს იყო მთელი პრობლემატიკა. სხვათა შორის მინდა ვთქვა, ეხა ეს ღვინო მართლა განსაკუთრებული თემაა ჩემთვის. და ნუ მე მყავს მეგობრები, რომელსაც კიდევ უფრო მეტად ეწვით გული, მოდით ვთქვათ ამაზე და როცა იგივე ლევან კობერიძე იყო GW-ში მუშაობდა და მე ვთქვათ რაღაცა კიდე თანამდებობებს იკავებდა მეღვინეთა კავშირი და რაღაცეები და სულ ამაზე ლაპარაკობს დღემდე რომ ჩვენ არა გვაქვს გამართული ეს სისტემა და დღემდე გვაქვს პრობლემები და უბრალოდ ვიტყვი რა რომ ვერანაირი ღვინის ბრენდი ვერ იარსებებს მეგობრებო და ძალიან გაგვიჭირდება საერთაშორისო ასპარეზზე თვითონ გაუჭირდება კატეგორია ბრენდს ქართულ ღვინოს თუ ელემენტარულ ფუნდამენტალურ რაღაცებს არ დავალაგებთ ხო და თქვენ რაც თქვით ახლა რაც ილაპარაკეთ
მე ესე ხა ამდენი დეტალები ხო არ ვიცოდი თქვენ რაც გააკეთეთ, მაგრამ ფაქტი იყო ერთი რამ და მინდა ჩვენ მსმენელისთვის თქვა აუცილებლად, რომ თქვენ სახელი გაგივარდათ სწორედ მაგითი, რომ აი ბიჭო რა კარგი ღვინოა, ხო ხდებით და შესაბამისად ეს ყველაფერი კეთდება უკან კომპანიაში, როდესაც შენ თავდადებულად ცდილობ, რომ ხარისხზე იმუშაო. ხო, არ მიყვარს სიტყვა ხარისხი, იმიტომ რომ ძალიან აბსტრაქტული თემაა, მაგრამ მოდი ესე ვიტყვი, გამართული ღვინო გააკეთო რა. იმიტომ რომ ყველა ბრენდის, აბსოლუტურად ყველა ბრენდის ფუნდამენტი და საფუძველი არის მისი პროდუქტი ან მომსახურება. აქედან იწყება რა. და აქედან გამომდინარე სწორედ ამიტომ იმსახურებს ძალიან დიდ პატივისცემას მარანი. კი ბატონო, ეს იყო საწყისი ნაბიჯები. აი, სად გაჩნდა ის ბრენდის იდეა? აი ეს ცეცხლის ადაინთო, ეს ჟინი სად გაგიჩნდათ? იმიტომ რომ იმის მერე თავდადებით თქვენ მოდიხართ და არ დამავიწყდება, არ ვიცი თქვენ გახსოვთ თუ არა, მე 2 თუ 3 წლის უკან თელავში ვიყავი ჩამოსული, რაღაც გამოსვლა მქონდა ახალგაზრდებთან და მე თქვენ გესტუმრეთ და ჩვენი მოწვევით იყო ახალგაზრდა. თქვენი მოწვევით, ხო, ეს შეხვედრები მხარდაჭერილი აზროვნების აკადემიასთან ერთად და არ დამავიწყდება როგორ ისევ დაუღალავად, აი ადრე რომ მახსოვდა რა, აი ხა რა ვიცი 2004-ში წამოვედი მე კომპანიიდან, ხო, 20 წელია გასული. როგორ ისევ დაუღალავად შემომატარეთ მთელი, ასე ვთქვათ, თელავის ღვინის მარნის ტერიტორია და მანახებდით, მიხსნიდით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი, სად გაჩნდა ეს? აი, მე ვეძახი ამის ბრენდის დიადი იდეა, მთავარი იდეა, ეს ჟინი, როდის გაჩნდა, რა დაარქვით ამ ყველაფერს? ფაქტიურად ახლა რომ გითხრათ, ახლა ბრენდირება კარგად არც გვესმოდა ჩვენ მართალი გითხრათ. კი ბატონო. მაშინ მე მგონი ცოტა გამხელიჭოს ახლა. შეიძლება გონია იმას რომ რაღაც სადღაც დაგესიზმ რაღაცა და სიზმარში ნახე არაფერს ისურდეს. არ ვიცოდით უბრალოდ, იმიტომ რომ არც იყო ცნობილი. და რომ წარმოუდგენელი იყო. ხო, ახალი იყო ჩვენ. მე ეს მაგალითს გეტყვით, ამერიკი ბიზნეს სკოლაში ვსწავლობდით, 3 ამერიკელი პროფესორი გვასწავლიდა 4 პროფესორი. ხო და ერთ-ერთმა დაგვისვა კითხვა ესეთი. ესა 91 წელი. კი ბატონო. ისო თქვენო გინდათო, აი გაქვთო მაკრატელიო რა. და მოდიო გაყიდეთო მაკრატელიო. აი ცნობილი არის. ხო, ცნობილი ამბავი, მომყიდეს პილო და რაღაცა. არა, მომყიდე ის იყო. მაკრატელი. ვოლკოფ ისა ცნობილი ფილმი რო დიკაპრიო თამაშობს, ეს კალამი გამიყიდე ხო. მომყიდე კალამი, ხო. ხო, მომყიდე კალამი, მაგრამ Wall Street-ის ბლები. ხო, მგელი, ხო, Wall Street რას. ხო და ამ გაყიდე კალამი ისა ქვენი ისა მაკრატელი გაყიდეთო რა. ბიჭო, ეხლა ფიქრობთ, ეხლა ვართ 21 სტუდენტი. просто დამსწრე მოსწავლე. და პრობლემა არ არის გაყიდვა, იმიტომ რომ დეფიციტური ქვეყანაა. და ეხლა ბრენდი, რა ბრენდი, ვინიცის რა ბრენდი, მაკრატელია. აი ეს ამ ცნობიერებაში ვიყავით. შესაბამისად, ეხლა რო გვეფიქრო ბრენდირება საჭიროა და აი მომავალში გამოგადგება, ეს არავინ არ იცოდა. ჩვენთვის წარმოუდგენელი იყო რაღაცა, აი რომ მაგათ ეს ამის ბრენდი, ამ ბრენდის ჯობი იმ ბრენდის. ნუ არ ვიცოდით ესეთი რაღაც. იმიტომ რომ ძალიან შეზღუდული ვიყავით, ეს ჩვენი ცოდნა შეზღუდული იყო ამ თვალსაზრისით. მაგრამ ეხლა მთავარი და პრინციპული რა იყო, იცით, ეხლა ისიც ამ ჩვენი უცხოელი კონსულტანტების ხარჯზე მოხდა ის ყველაფერი, რომელიც აგვიხსნეს ეს მნიშვნელოვანი ბმა, რაც არსებობს ვენახსა და ვას შორის, ჩვენ პირველ რიგში გადავწყვეტ, რომ მოდითქო ჩვენი საკუთარი ყურძენი წამოუწიოთ, ჩვენი საკუთარი ღვინო წამოუწიოთ წინ. არა წინანდალი როგორც ესეთი, არა მუქუზანი, არამედ ჩვენი ვენახი და წამოსული. ანუ ერთი ვენახის ღვინის იდეა გაჩნდა. ერთი ვენახის ღვინო. ერთი ვენახის ღვინო. ანუ ეს იყო რაღაცა ესეთი სტრატეგიასავით. ეს რაღაც სტრატეგიასავით იყო, აი ასე გამოჩნდა, ეს ჩამოყალიბეთ, იმიტომ რომ წინანდალი ძალიან ფართოა, ყველამ შეიძლება წინანდალი, იმიტომ რომ ყველასია წინანდალი საზოგადო საკუთრება და აი ამ თვალსაზრისით გადავწყვეტ, ეს გვეკეთებინა და ეს გაჩნდა ორი ღვინო, ორი იდეა გაჩნდა. ერთი იყო რაღაც ისეთი როგორც ტრადიციულად მიღებულია ევროპაში, ისე ახალ სამყაროში, ახლა ევროპაში უკვე უფრო ადგილწარმოშობაზეა და ადგილწარმოშობაში კიდევ პატარა ადგილწარმოშობაზე და ჩვენ უფრო
ახალი სამყაროს იდეა ერთი ვენახის ღვინო ავირჩიეთ, ამ შემთხვევაში კონდოლის ვენახებში წარმოებული ღვინის იდეა იყო და ამან რა საკვირველია მოითხოვა ბრენდირება. აი აქ გაჩნდა იდეა საკითხი. აი როგორ გაჩნდა ეგ ამბავი? აი ეს მაინტერესებს, იმიტომ რომ რა მინდა ვთქვა, ძალიან კაი რამე თქვით, ერთი სიტყვა თქვით ჩამოვყალიბდით რა და ჩემი კოლეგა არის, რომელიც ჩემი სტუდენტი იყო და ეხლა დამოუკიდებელი სტრატეგია ხშირად ხმარობს ამ სიტყვას ბრენდზე რა, რომ ეს არის რომ ჩამოყალიბდე რა გზით გინდა იარო. და ასევე ადამიანებს მითხრა რომ მინდა უთხრა აი მაგრატელზე რო თქვით რომ დეფიციტური ქვეყანა და ყველაფერი გაიყიდება. მეგობრებო, ვინც 90-იან წლებში საქმე დაიწყო და დღემდე მოვიდა, ხო, ერთი 10 წელი მათ თუ საქმე სწორად აკეთებდა, ქონდათ ძალიან დიდი უპირატესობა, იმიტომ რომ არაფერი არ იყო და რასაც გააკეთებდი, ასე ვთქვათ, გაიყიდებოდა. ეს ბრენდირება, ეს ბრენდინგი, ასე შემდეგ, მე დაჭირდათ ადამიანებს და ბრენდინგი არის მაშინ ყველაზე აქტუალური, როცა კონკურენცია ჩდება და როცა უკვე უნდა შეგადარონ ვიღაცებს. ამიტომ მთლად ვინც დაიწყო იმ დროიდან იმათ ნუ მიბაძავთ, იმიტომ რომ დიდი უპირატესობა ქონდათ, ხო? აი ჩამოვყალიბდითო თქვით და ავირჩიეთ, რომ ეს კონდოლის ამბავი ყოფილიყო. კონდოლის მმართველი ერთი ვენახის რაღაცა სტრატეგია შევით, მაგრამ ამან მოინდომა აი რა მომენტში გაჩნდა ამ ბრენდირების ის, რა თუ გახსოვთ, რომ აი ხა ამას რა უყო? ძალიან კარგი, მახსოვს, როგორ მახსოვს? აი ეგ რომ მოგვიყვეთ რა. როგორ გაჩნდა ეტიკირების იდეა რა. ეტიკეტი, ხო, ეტიკეტი უნდა გავაკეთო, სად გავაკეთო ეტიკეტი? ეტიკეტის გამკეთებელი კაცი არაა. არ არსებობს საქართველოში ადამიანი, ვინც იცის ღვინის ეტიკეტის გაკეთება. ანუ ჯერ ვსაუბრობთ დიზაინზე. დიზაინზე ვლაპარაკობთ, მაგრამ ეხლა ეტიკეტის დიზაინერმა მითხრა, რომ ბრენდი გჭირდება, რამე სახელი ხუნდა. სახელი ხო რაღაც უნდა გააკეთო. აი ასე მოხდა, ძალიან მარტივად ეს ყველაფერი. ხო და ეს დიზაინერი იყო ერთი რუსი დიზაინერი, რომელსაც ჰქონდა ძალიან ძველი მაკი რა. და წარმოიდგინე რომ გითხრა როგორი ძველი მაკი იყო თავისი სკანერით, რომ ეს სურათის სკანირებას უნდა და დაახლოებით 30 წუთი, რომ ორღერ სიგარეტს ვეწეოდი, სანამ ეს ერთ ფუსას გაასკანერებდა რა. აი ესეთი ის იყო პერიოდი და იმან თქვა რომ მოდიო რაღაც ბიჭო, აი რაღაც ქენითო რა. ხო. და ესე როგორ გაიკეთო ეტიკეტიო რაღაც ხო გინდაო შენ იმა კიდე კაი იმას სოდნი ეს ამბავი და ასე იმან გვასწავლა და აი ასე და აი რა ქენით მე რა აი ყველაზე მაგარი ამბავი რა არის მოდი რა გავაკეთე ხა TWC გავაკეთოთ თელავი გავაკეთოთ wine seller is ეს ანუ თქვენ დაიწყეთ ამაზე ფიქრი კი ჩვენ დავიწყეთ ამაზე ფიქრი ეს არავის არ უთქვამს და ეს რაღაც შიდა ბრეინსტორმინგი იყო ესეთი რა რომელიც ძალიან დიდი ხანი გაგრძელდა და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა ისე რომ ეს ბარელიეფი რომელიც ჩვენი ძირითადი სიმბოლოა ეს ბიჭუნა ეხლა ოქროს ბიჭუნა გახდა იმიტომ რომ ეს თიხის ბიჭუნა რეალურად ორიგინალში ესაა თიხის ბიჭუნა თიხის ბარელიეფია რომელიც ერთ-ერთი ქართული სკულპტორის მიერ ერგემლიძეს მიერ არის შესრულებული და ეს იყო შესული ყველა ქართული ღვინის წიგნში და ამ დიზაინერმა ბოდიში რატო იყო შესული როგორც რა როგორც ბარელიეფი ღვინის თემატიკაზე როგორც ბარელიეფი ქართული ღვინის თემატიკაზე აბსოლუტურად კი ხო და ამ არჩევაში ესე იგი საიდან დავიწყოთ რა ვქნა და მოდი ეს ხომ არ მოდი გავაკეთოთ რა ეხლა დავიწყოთ და გავაკეთეთ ამის სკანირება ეს პირველ ეტიკეტზე ეს ბიჭუნა დავასვით ეს შემდეგ მივხვდით რომ ეხლა სახელის გვინდა ეხლა ამ სახელზე იყოს ბრეინსტორმინგი ესე იგი რა სახელი უნდა გქონდეს ყველაფერი უნდა დაკავშირებული იყოს რაღაცასთან და ეს მაინც იმ დროს ძალიან მარტივად უყურებთ რომ დაკავშირებული ყოფილიყო ღვინოსთან და ნუ მოდი მარანი და ნუ დავიწყეთ ასე იყო და ეს ბიჭუნა დავაკავშირეთ მარანს იმიტომ რომ მარანი ცალკე დარეგისტრირება როგორც შეუძლებელი იყო და ჩვენ დავაკავშირეთ ბიჭუნა და მარანი ერთმანეთთან და როგორც ერთიანი ერთ გამოსახულებითი რა სიმბოლო ამგვარად და მარანი როგორც ანუ სახელი იყო მარანი თუ თელავის ღვინის მარანი ეს იყო ბრენდი იყო მარანი სახელი კომპანიის სახელი დარჩა თელავის ღვინის მარანი მაგრამ ბრენდი წინა პლანზე გავიდა მარანი ნუ კიდევ ერთი რამოდენიმე დადებითი თვისება ქონდა ამას იმიტომ რომ ადვილად წარმოსათქმელი იყო ეს სიტყვა და
აუცილებელი კავშირი ქონდა ღვინოსთან. და მეორე მხრივ იმასთან, რომ ეს ბიჭუნა თვითონ გამოხატავდა იმ ბავშვს, იმ ადამიანს, რომელიც სავარაუდოდ თავის მშობლებს ეხმარება და ეს ორი ქვევრით ან პატარა ქვევრუნით, ქოცით და არის ამ ქვეყნის ღვინის კულტურის წარმომადგენელი. და თან სახია ფაქტიურად რა სახით. ახლა მე შეიძლება ჩემი თავის გამახსენებთ, რომ ბავშვობაში ჩვენ სახლში ყოველთვის ვაყენებდით ღვინოს და ღვინოს ვაყენებდით ძალიან განსაკუთრებულად, იმიტომ რომ მარცვლდით ხოლმე ამ ღვინოს და ესე ესეთი იყო მამაჩემი ამ კუთხით და ძალიან განსაკუთრებული კუმპალ ხდებოდა შეერჩა. მარცვლ ამას ხელის წურავდით მე და შემდეგ ხშირად საბოლოო ჯამში ჩვენ ამას ვიღებდით, შტოფები იყო მაშინ ჩვეულებრივი რაღაც და ამ შტოფებში ვიღებდით და მიწევდა იგივე პროცედურის ჩატარებას. ესე იგი, დღევანდელი გადმოსახედიდანაც მინდა ვთქვა, რომ ალბათ ძალიან ცოტა ნიშანი ბრენდის ქართულ ღვინოში, მოდი რომ ვთქვათ, რომ ვთქვათ, აი ესეთივე კარგია, როგორც ის თქვენი ბიჭუნა, იმიტომ რომ ეს არის. ამ ბიჭუნასთვის მე უბრალოდ აი თემა მოიტანა და საქართველოს ბაზარზე არის ძალიან დიდი პრობლემა. ეს დაუსრულებელი ვითომ რებრენდინგები რა სუცლიან რაღაცას დღეს ერთია ხვალ მეორეა და ასე შემდეგ. თქვენ ხელი არ მოგიკიდიათ ამ ბიჭუნასთვის ხო მართალი? ერთხელ გავაკეთეთ ამ ბიჭუნის რებრენდინგი ეს ხვეწთ ეს არის პერმანენტული პროცესი რომ ხვეწთ ეხლა ცოტა სახე შეცვლილია, იმიტომ რომ ხო მაგრამ თავარი პრინციპი არ იცვლება. პრინციპი აი მეგობრებო ეს მინდა ვთქვა რა რომ ცნობადობა მუდმივია, ანუ მარანი ბიჭუნასთან ერთად თან ოქროს ბიჭუნა ცნობადობა. აი გვინდოდა მე თქვა ჩვენი მსვენელისთვის რომ მეგობრებო, როდესაც გააკეთებთ და ნიშანს ბრენდის და ის კარგია და მისაღებია და ადამიანებს მოწონდა თქვენ მოგწონთ პირველ რიგში და სხვას რო ყველაფერს თავი დავანებოთ, ამით უკვე ბრენდი დამახსოვრებულია. აღარ მოკიდოთ ამას ხელი, უბრალოდ დახვეწეთ, გაალამაზეთ, თანამედროვეობასთან მოიყვანეთ შესაბამისობაში, კი ბატონო, მაგრამ რადიკალური ნაბიჯები არ გადადგათ, იმიტომ რომ სუფთა ფსიქოლოგიური ამბავია და აი ჩემ ლექციებზე, შეხვედრებზეც ყველგან მაგას ვიძახი, რომ აღარ იმასქნათ, იმიტომ რომ მე ფსიქოლოგების კვლევების მიხედვით აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ისვის თქვენი მომხმარებელია და თქვენი ღვინო უყვარს და ყიდულობს, დიდი ხანი აღარ წაუკითხავს თქვენი სახელი ეტიკეტზე. რომ გახედავს უბრალოდ უკვე ცნობს, რომ ეს არის და ასე შემდგომ იღებს და აი კაი რაღაცა მოიტანა თემამ, რომ evolution ქვია ამას, ევოლუცია ვიზუალის და არა რევოლუცია რადიკალური და აი ეს 2 წელიწადში ერთხელ გთხოვთ არ გააკეთოთ ეს რებრენდინგები, ჯერ ესეთი ვიზუალის ცვლილება რებრენდინგი არ არის, რებრენდინგი არის სიღრმისეული ცვლილებების აქციელის, ისე რომ შეიძლება ვიზუალი საერთოდ არ შეიცვალოს, მაგრამ ვიზუალს რაც შეეხება არ მოკიდოთ ხელი ამ იმას, იმიტომ რომ აი ეგეც მინდოდა ბოლოში კომპლიმენტი მე თქვა, რომ პირველი დღიდან მოყოლებული დღემდე რო არის ეს ბიჭუნა, მე ძალიან სიამოვნებს, იმიტომ რომ ამ ბიჭუნას დანახვაზე მე რაღაცა ეს ემოციები მოდის რა, ხო? ანუ თქვენ ხვეწავთ ამას იმაშვებით, მაგრამ ეს ვიზუალი, ეს ცნობადი ვიზუალი რჩება. კი, შეიძლება მარანის დამწერლობაში მინიმალური რაღაც ცვლილება მოხდეს, ან ბიჭუნას რაღაც დეტალიზაცია მოხდეს, უფრო მეტად დაიხვეწოს, იმიტომ რომ ბიჭუნის ტექნოლოგიაც იცვლება, უმჯობესდება, შესაძლოა გვაქვს უკეთესი ხარისხი მიიღო და რატომაც არა. თქვენ თქვით რომ ესე იგი ჩამოყალიბდით რაღაც სტრატეგიასავით იყო რომ გაგვეკეთებინა სწორად ღვინო და თქვათ ერთ ვენახს მიბმული ყოფილიყო. ამან გამოაჩინა, ასე ვთქვათ, გააჩინა კონდოლის იდეა. რა მოხდა მერე? ანუ მოდი ისეთი რამე ვთქვათ. ეს 90-იანი წლები, ანუ დამოუკიდებლობის მერე იყო პერიოდი, როცა ოღონდ კი რამე ყოფილიყო, გაეკეთებინა და თქვათ იყიდებოდა, კი ბატონო, მაგრამ როდის დაიწყეთ იმაზე ფიქრი, რომ აი მომხმარებელს რა ჭირდება, რა უნდა, ბაზარზე რა ხდება, აი ეს ამბები როდის შემოვიდა? როდიდან მე გეტყვით ახლა მაგი როგორ დაიწყო, ახლა რეალურად ახლა ჩვენ გამოგვივიდა ისეთი რაღაც, რომ სად ბიზნესში არის ისეთი შემთხვევა, როდესაც შეგიძლია შენ წახვიდე და გააკეთო კვლევა, შეისწავლო მომხმარებელთა მოთხოვნა და მოთხოვნის შესაბამისად უკვე განსაზღვრო შენი ნიშა, რაოდენობით თანხური ასე შემდეგ, ასე შემდეგ, მის მერე შეუშვა ის პროდუქტი, რომელიც საჭირო. ეს ერთი სტრატეგია. მეორე სტრატეგია, რომელიც თქვათ ყოველთვის კარგი არის. ხო, მეორე სტრატეგია, როდესაც შენ ქმნი ისეთ პროდუქტს, რომელიც მგზავრსიც არ არსებობს. აი, ეგ არის ბრენდი. ეს არის ძალიან ესე მნიშვნელოვანი, მაგალითად, იგივე Apple-ის მაგალითი. Apple-მა გააკეთა რაღაც მოწყობილობა, რომელიც თურმე ყველას ჭირდება. საოცარი რაღაცა. აქამდე ყველა ცხოვრობდა გადასარევად Apple-ის გარეშე, ხო? და ამ კონცეფციამ შეცვალა ყველაფერი.
ეხლა ჩვენ შემთხვევაში კიდევ ერთ ისტორიას მოგიყვებით თუ საინტერესო იქნება. აუცილებლად. ბრენდის შექმნასთან დაკავშირებით ყველაფერი. წარმოიდგინეთ, პირველად როცა გავაკეთეთ ჩვენ ღვინო, და ჩვენ ერთ-ერთი პირველი ვიყავით, ვინც ღვინო გავაკეთეთ კონტროლებადი დუღილით. ტემპერატურის დუღილით. ანუ ღვინო არის კვების პროდუქტი და ეხლა დუღილის ტემპერატურას აქვს რადიკალური მნიშვნელობა მის ხარისხში, რადგან იმიტომ რომ ყველა არომატული ნივთიერება აქროლადია და თუ ეხლა ძალიან მაღალ ტემპერატურაზე ადუღე ეს ღვინო, აღიქროლდება ყველაფერი. ხო და ამიტომ მაგრამ მაშინ ეხლა ტექნოლოგია არ ქონდა და ეს ყველაფერი ხელით გვიწევდა, ეხლა ყველაფერი ტექნოლოგიურად გამართულია ძალიან კარგად, მაგრამ მაშინ რთულად ხო. მოკლედ მივიღეთ ღვინო, რომელიც აღმოჩნდა არომატული. ეხლა წარმოუდგენლად არომატული ღვინო იყო, ეს კონდოლის პირველი კონდოლი. კი ბატონო. ხო და ეს ღვინო რომ ჩამოვასხით ბოთლში, ამაყები ვართ, ესე იგი, ჭკუაზე არ ვართ, ისეთი ამაყები ვართ. ხო და ეს ღვინო გვინდა საქართველოშიც გავყიდოთ. და ერთი მაღაზია იყო იმაზე, გაგარინზე, თუ გახსოვთ. კი. ხო გახსოვთ. რა თქმა უნდა, აი პირდაპირ სახლის გასის ქურდაზების. და იქ მივიღეთ ეს ღვინო და ღვინო ამათ გითხეს რომ ბიჭო ჩვენ ასე ვერ მივიღებთ ღვინოსო. არ ვიცი რატო გითხეს, შეიძლება სხვისას იყო ჩვენზე, ახალი გამოჩეკილები ვიყავით და ჩვენო აუცილებლად ღვინისო სასოფლო სამეურნეო უნივერსიტეტში კათედრაზე უნდა მიიტანოთ, იქ გაასინჯოთ ხალხსო და იმათი დასკვნა თუ იქნება და გავგზავნეს აკადემიკოსთან. საერთო უნივერსიტეტში, როგორც იტყვიან. ხო და როდესაც გავატანეთ, დაგვიბრუნა კითხვა, რომ ეს ღვინო არისო არომატიზირებულიო. ამას გვეუბნება პროფესორი. ხო და როდესაც მივედი და საბჭოთა პროფესორი. ეხლა ფაქტიურად მე რის თქმა მინდა ისე რომ ადამიანმა ვერ დაიჯერა რომ ეს იყო ნატურალური პროდუქტი. იმდენად არომატული და კარგი იყო ჩვენი ღვინო. ახლა ჩვენ მივხვდი უკვე რაღაცა ოქროს ძარღვს მივაგენთ, ესე იგი ჩვენ ვიცით რომ მიმართულება ესეთი უნდა იყოს და ამას არ უნდა გადავუხდით. ანუ რაღაც სტრატეგიას დაემატა უკვე ეს ელემენტი. ხო, რასაკვირველია დაემატა ეს ელემენტი, იმიტომ რომ ეხლა ბრენდი თავისთავად რა არის? ბრენდი არის ემოციური, შინაგანი ემოციური განცდა რაღაც მოვლენის და რაღაც საგნის მიმართ, რომელიც შეიძლება გამყარებული იყოს და უმეტეს შემთხვევაში ფასი მაშინ აქვს, როდესაც გამყარდება საკუთარი გამოცდილებით და ეს ურთიერთკავშირია გადამწყვეტი. მე ვიძახი რომ ბრენდი არის რეპუტაცია, რომელიც გამოცდილების შედეგად ყალიბდება. ხო, დაახლოებით ეს რაც ხო და ჩვენ შემთხვევაში ამას რადიკალური მნიშვნელობა ქონდა, მაგრამ ღვინოს კიდევ სხვა ელემენტი ემატება იმისათვის, რომ ამ ბრენდმა მეტი ზალა შეიძინოს. ამაზე შეიძლება მოგვიანებით გითხრათ, ეს რომ დავამთავროთ. ეს საკითხი გამოჩნდა რომ აი ეს რაღაც სწორ გზაზე ვდგევართ, ესე იგი თვით აგერ დიდმა ადამიანმაც შეაფასა, ესე იგი რაღაც საოცრად კარგი რაღაც გამოგვივიდა, ესე გამოვიდა. ანუ ვერ დაიჯერა, რომ არომატიზებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ მე მივედი მასთან, მივიდანი კიდევ რამოდენიმე ბოთლი ღვინო და გავსინჯეთ ეს ყველაფერი ერთად და კაცი აღმოჩნდა თუ რომ ამაჩემსაც ისწავს ბიჟასიმს, ყველას. და არც ერთი მაშინა ცოცხალი აღარ იყო ჩემებიდან. მაგრამ მაინც ვერ დაიჯერა. მიუხედავად ამ პატივისცემის. რა მოხდა მერე? რა მოხდა და ეს ჩვენთვის ძალიან კარგი მაგალითი იყო იმისათვის რომ მივხვდით რომ ჩვენ კარგ გზას ამიტომ მიმართულებით წავედით რაც გულისხმობს მაქსიმალური ხარისხი და ხარისხის მუდმივობა შენარჩუნება რაც კონსისტენტური ასე თქვა თანმიმდევრული ხარისხი ასე თქვა როდესაც მომხმარებელი არასოდეს არ არის მოტყუებული და არასოდეს არ ნანობს ფულის დახარჯვას გადასარევი, ეგ არის ბრენდის როლიც. ხო, ეს ზანიშნულოვანი მომენტი. ხო და აქ კიდევ დაემატა ერთი რაღაც, რომ ბიჭო, გვითხრა ჩვენმა ერთმა კარგმა მეგობარმა, რომ კონდოლისო ეს ვენახებიო, ბიჭო, ცნობილი ყოფილა ვახუშტი ბატონიშვილს აქვსო ნახსენებიო. და ასე ვთქვათ, ჩავისი რკინის ქალამნები და წავედი ეროვნულ ბიბლიოთეკაში, გამოვითხოვე წიგნი და ვნახე, აღმოჩნდა მართლა წერია იქა ღვინო კონდოლისაც არჩინებული. ეს შვენიერი ლამაზი ბრწყინვალე ფრაზა, რომელიც იგივე შრიფტით, ასე ვთქვათ, გადავიღე, მაშინ ძველი მოდელის ტელეფონები იყო, რაღაც გადავიღე. არ ვიცი ეს ნებადართული იყო თუ არ იყო ნებადართული, შეიძლება კანონის დავარღვეთ გადაწესი და მივიტანე დიზაინერთან და იმ დიზაინერმა უკანა ეტიკეტის ნაწილზე ჩაგვისვა ეს იქა ღვინო კონდოლისაც არჩინებული და ამასაც პატარა ისტორია მოყვა ამის.
მე წინ ჩავსვავდი თქვი რა. ხო, ამ ფრაზას. და ამას კიდევ დაემთხვა ერთი რომ ესე გვინდოდა რაღაც კარგი საერთაშორისო ტიპის ეტიკეტის გაკეთება, რომელიც ამ ბრენდს, ანუ ამ ჩვენ კონდოლის ვენახს წინ წამოწევდა და იტალიელი ფული არიანი ესეთი ძალიან კარგი დიზაინერი იყო, საოცრად კარგი. ეხლა ერთ-ერთი ის დიზაინერი, რომელთაც მივედა მითხრა რომ მეო გაგიკეთებო ორ ვარიანტსო და ერთ-ერთი აუცილებლად კარგი იქნება. ესე არა ისე რომ ვიღაც გიკეთებს 10 დაბა რომელი მოგწონს. ერთ-ერთი აუცილებლად კარგი იქნებაო თუ ერთ-ერთი მოგეწონებაო. მეორე ვერსია. ორი ვერსია ერთი შედრის ერთ წითლის და ისევ ეტიკეტებით გამოდის ჩვენი კონდოლის ვენახის ღვინოები. და ფაქტიურად ჩვენ შევქმნით ისეთი პრეცედენტი, როდესაც უბრალო საფერავი მუკუზაზე მაღლა დგას. ანუ თუ საფერავი კონდოლის საფერავი და იმაზე მაღლა კიდევ სატრაპეზო საფერავი, რომელიც უფრო მაღალი კატეგორიის. და ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის აქ, როდესაც ამას აკეთებ, ხშირ შემთხვევაში თანამედროვე ბრენდინგს როცა უყურებ, როდესაც გამოდიან ახალი კომპანიები და ძალიან კარგი რომ ახალი კომპანიები იბადებიან, მაგრამ მათი მიდგომა ღვინის ბრენდინგის მიმართ ძალიან ცუდია და ზოგიერთ შემთხვევაში დამღუპელია ზოგადად ქართული ღვინის კატეგორიის მიმართ. კატეგორიისთვის. იქნებ დეტალურად ვისაუბროთ, რომ მოისმინონ ადამიანები. კატეგორიის მეც ბევრი პრეტენზიები მაქვს, აი თქვენი მხრიდან. ნუ ახლა აქ ამ შემთხვევაში რა შეიძლება ითქვას, რომ როდესაც ღვინო ჯერთი ნუ გამოდიან მაგალითად ასეთი ფრაზეოლოგიით, რომ აი უნიკალური ჯიშის, უნიკალური რაღაც, ყველაფერი უნიკალური. მაგრამ შეიძლება მართლა უნიკალურია. მაგრამ ამ ღვინის, ასე ვთქვათ, მუდმივობის შესანარჩუნებლად გჭირდება რაღაც მატერიალური დანახარჯი და რაღაცა ცოდნა, რაღაცა აბსოლუტური თანამიმდევრული გეგმა, რომლის მიყოლის შედეგად შენ იღებ ამ თანაბარი ხარისხის პროდუქტს წლიდან წლამდე. სტაბილურად. და პირველ რიგში რასაკვირველია, ეს ისევ და ისევ ვენახია. რა თქმა უნდა. ისევ და ისევ ვენახი. და არის ვენახი და ვენახის მოვლის წესი. კი ბატონო. ეს ერთი, შემდეგ მეორე წესი, რომელიც არის ეს ვენახი ყუზენი როგორ იკრიფება, შემდეგ როგორ მიეწოდება, როგორ მიდის და კიდევ უამრავი მრავალი ნიუანსი, რომელიც გრძელდება ღვინის ბოთლში ჩამოსხმამდე. ანუ რეალურად შენ რომ ღვინის ხარისხი მიიღო, არ არის აუცილებელი პირველ მხოლოდ ის სურვილი რომ შენ გინდოდეს კარგი ღვინის წარმოება და კეთილშობილი ადამიანი იყო და ამას სჭირდება რაღაც მრავალი კიდევ ტექნიკური ნაწილი, რომლის ყოველწლიური გამეორების შედეგად შენ შეგიძლია თქვა რომ რაღაც გარკვეულ სტაბილურ ხარისხს იღებ წლიდან წლამდე. მდგარი პროდუქტისა. ბრენდის უკან მდგარი პროდუქტის. ანუ ეს ბრენდის სახელი გამაგრებულია ამ მთელი ამ ტექნოლოგიური ციკლი და საკმაოდ დიდი ინვესტიციით. ეს ცოტა არის. და მუდმივად განახლებადი ცოდნა. მუდმივი განახლებადი ცოდნა. ერთ-ერთი გულისტკივილი ჩემი არის, რასაც მე უყურებ, რომ საკმაოდ ხშირად ხვდება, რომ აი საკაცო ბაბუა ჩემი ასე აკეთებდა და მეც ასე ვაკეთებ. და რა ვიცი ხა, ბაბუა შენ იმიტომ აკეთებდა ერთს უთხარი, რომ მაშინ სხვა არ იყო. და დღეს ხა უამრავი ტექნოლოგია არსებობს. აი ბატონ ზურაბ, ცოტა ხელის მოკიდება აი ამ ტრადიციული მეთოდების, რაც ჩამოყალიბებულია, ტრადიციაა ჩვენი ეგ კიდე თუ არა, კაცმა არ იცის, მაგრამ რატო გვეშინია, რა ხდება, აი რატო არ ეს სარი დარჭობილი ამ ვენახში ხის და რატო არ არის მაგალითად ის თანამედროვე რაღაცები, რომელიც რამოდენიმე ადგილას მაქვს დანახი და რა გვჭირს საერთოდ აი ამ დამოკიდებულება საიდან მოდის? ეს არის შეფარული სიზარმაცე, ინვესტიციის ვერ ან განხორციელებლის დამალვა თუ აი რა ხდება? ნუ მე ვფიქრობ, რომ ერთი დიდი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ რაღაც ასე ვთქვათ მასა ვართ სრულ ხიბლში იმის რომ ღვინო ჩვენია. ხო. ღვინო ჩვენია და 8000 წლის წინ ჩვენ გავაკეთეთ ღვინო, მაგრამ მერე რა. ამის შემდეგ ეხლა მე აი ხშირად საჯაროდ არ ვამბობ ამ ფრაზას, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, კარგი ქვევრი გავაკეთეთ, ხო? ქვევრის მოდერნიზაცია არ გავაკეთებია და ქვევრის სახურავი არ გვაქვს. ხო, ის გვაქვს რა, ის თიხის ფილა ვაფარებ და ეს არის ქვის ფილა. ქვის ფილა, ხო. და ეს
ზოგადად როდესაც დავუშვათ ეთნობი დავუშვათ ევროპულ კულტურას იგივე ღვინის წარმოებაში მაგალითად მე ასე შევხედავდი სხვა ევროპელებიც აკეთებენ ქვევრებს დაიწყეს კი ქვევრებს აკეთებენ მაგრამ აი პრინციპული განსხვავება რაში მდგომარეობს ჯერთი ქვევრის ზომის სტანდარტი ბოთლის ზომის სტანდარტი არის ის ჯერადი არის დავუშვათ 0.75-ის ანიმის მაგის მიხედვით იცლება ბოთლის ჯერადი ესა მიღებული სტანდარტი ისევე როგორც კასრის სტანდარტი არის 225, 300, 350, 500 და შემდეგ სხვადასხვა, ხო? ეს სტანდარტია, ეს მიღებული სტანდარტი, იმიტომ ეს კომუნიკაცია ყველაფრისთვის ძალიან მარტივია ეს. ისევე როგორც ის ჩვენი ხრახნის სტანდარტი, გადაცემის დასაწყისში რომ აღნიშნე. ხო და ქვევრის სტანდარტი არ გვაქვს. არ გვაქვს ქვევრის შემადგენლობის სტანდარტი. და არ გვაქვს ქვევრის წარმოების სტანდარტი. წარმოების სტანდარტს გულისხმობ რა თვითონ რამდენი ხანი იზილებ ამას რამდენი მნიშვნელობა აქვს და შემდეგ რა იწובה რამდენ ტემპერატურაზე იწובה და მე ხლა ეს ამით დაინტერესებული ვარ ძალიან იმიტომ რომ უკმაყოფილო ვარ იმ ქვევრების ხარისხით რომელიც ახლა საერთოდ გამოდის იმიტომ რომ კრიტიკას ვერ უძლებს ხშირ შემთხვევაში და როდესაც ხვდები უცხოელ მწარმოებლებს ისინი მეუბნებიან ეს რაღაცას რომ აი ეს ქვევრი შეიძლება იყოს კარგი თეთრი ღვინისთვის, იმიტომ რომ მისი ჰაერგამტარობა არის ამდენი და ამდენი. ანუ ჟანგბადის შეღწევადობა მისი ფორის გავლით ამდენია შესაბამისად დაძველების პოტენციალი ამ ღვინოს ამდენი პერიოდი შეიძლება ღვინო ამდენი ხანი შეინახო თეთრი ღვინო ამ შემთხვევაში. ესე იგი, იმდენად ღრმა და მეცნიერული მიდგომაა, რომელიც აბსოლუტურად სწორია დაუშვათ 21 საუკუნისთვის. და ჩვენ თუ მარტო ჩავიცეკლით იმაზე რომ აი ძველი ქვევრია და ის კარგია, ამით კარგს ვერაფერს ვერ მივახცევთ. ტრადიცია კარგია იმით, როდესაც ის ვითარდება. ისევე როგორც ბრენდინგი. და ხშირ შემთხვევაში არის, როდესაც აი ასეთი ძალიან კარგი სურვილით და კარგი მოწადინებით შესრულებული, მაგრამ ამით გაფუჭებული ღვინო წარდგება სადღაც საერთაშორისო ასე ვთქვათ ასპარეზზე და შესაბამისად იღებს არა რა ხდება იცით ხშირ შემთხვევაში არის რომ შეიძლება ძალიან ცუდი კომენტარი დაიწეროს რომელმაც შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანი უარყოფით განაწყოს ქართული ღვინის მიერ ჩვენი მაყურებლებისთვის აუცილებლად უნდა ვთქვა რატო უღრმავდებით ამ თემას და ხა მეც რაღაც ცოტას ვერ ყვევი არ მინდა მაყურებელი დავტოვოთ გაუგებრობაში ანუ ჩემი აზრია ეს თქვენ თუ არ დამეთანხმებით ვთქვათ ეგეც არ არის პრობლემა რანაირად მაგრამ მე ვამბობ რომ ვერც ერთი ქვეყნის რა თქმა უნდა და ვერც საქართველოს ღვინის ბრენდი როგორც ქვეყანა ღვინის ქვეყანა ხო ანუ მისი კომერციული ბრენდები ვერ მიაღწევენ იმ წარმატებას საერთაშორისო ბაზარზე და აქ არ გულისხმობ ყოფილ საბჭოთა კავშირს. იქ კიდე სხვა დამოკიდებულება, სხვა ამბები ხდება და ცოტა მე თუ მკითხავთ, კი, ბევრი იყიდება, მაგრამ ხარისხზე ცოტა ცუდად მოქმედებს ეს ამბავი, იმიტომ რომ უფრო ადვილად იმაშვება, ხო? ანუ ღვინო კატეგორია ქართული ღვინო თუ არ ავიდა რაღაც დონეზე, ასე ვთქვათ, ქვეყნის მასშტაბით და ქვეყანამ ეს არ წარადგინა, კომერციულ ბრენდებს რაც არ უნდა მაგარ ღვინოს აკეთებდნენ, მაინც გაუჭირდებათ რა. ამიტომ აქ არის აზრუნავი და თვითონ ქართულ ღვინის კატეგორია ბრენდზე არის სამუშაო და ეს სამუშაო, როგორც ხედავთ, არ არის კლიპების გადაღება და კომუნიკაციის კეთება და გამოფენებზე სიარული. აქ ფუნდამენტალური პრობლემებია, რომელიც უნდა გადაწყდეს და მე კი ბატონო იარე, გამოფინე და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ამაზე ბევრი ჩემი მეგობარიც საუბრობს და დღემდე ეს ამბავი მგონია, რომ აქტუალურია, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს პრობლემები, მე მაინც მიყვარს ის და ხედავ, რომ ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს, რომ ჩვენ მართლა მოთამაშეები გავხდეთ, რომელიც უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს არა ვართ, ხო მართალია ბატონ ზურა? ну გარკვეულწილად ვართ სადღაც არ ვართ მაგრამ სერიოზულ დონეზე არ გვიღებენ აქ ყველაზე მთავარი ფაქტორი აი მნიშვნელოვანი რა არის ზოგადი საზოგადოების დამოკიდებულება საკუთარი ღირებულებებისადმი თქვათ ხა ქართულობა რას ნიშნავს ну ქართული იდენტობა
ნუ რაღაც მარკერები აქვს სავარაუდოდ ქართულ ერთ-ერთი ენტობას, არის ხო? ღვინო. ერთ-ერთი სავარაუდოდ ღვინო იქნება, იმიტომ რომ ან ღვინისადმი სიყვარული, ღვინისადმი დამოკიდებულება იქნება. და ეს ჩვენი მარკერი განსაზღვრავს ამას ზოგადად ქართულობა, ნუ სავარაუდოდ, მაგრამ მეორე არის ამას ჩვენ რამდენად ვიცნობთ. მაგალითად, ქუჩაში რომ გავიდოდო, შევხვდეთ ადამიანს ნებისმიერს და ვკითხოთ, ნუ რა არის მაგალითად წინანდალი ან ქიზმარაული. ნუ მე დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება, ნუ 50%-მა ვერ გვითხრა. 50-მა შეიძლება უფრო მეტმა ვიკითხოს, შეიძლება 70-მა ვერ ვიკითხოს დაჯერებით რა არის. და მეორე საკითხი ღვინის მოხმარების კულტურა. ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ბრენდისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილს. ანუ აი მოხმარების ადგილს და მოხმარების ფორმას. აი თქვათ მაგალითად წარმოიდგინეთ მე როდესაც ღვინის ბიზნესში შევედი, მე არ ვიცოდი რომ ბოკალი დალევა ღვინის, ასე ვთქვათ, შეიძლებოდა, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ვიცოდით რომ კარგად უნდა დაასხა ღვინის ჭიქაში და შემდეგ დაილოცო და სადღიზო და მიირთვა. და რაც მეძალებით. რაც მით უკეთესი, ხო? და ესე იგი ამ შემთხვევაში ღვინო იყო უფრო დათრობის საგანი და არა სიამოვნების მიღების საგანი. ხო, რაც შეეხება ეს ევროპული მიდგომა საითქანაც მივისწრაფვით და რის ნაწილის მე მჯერა რომ ვარ ჩვენ და აუცილებლად იქით უნდა დავბრუნდეთ. ითვალისწინებს სულ სხვა რაღაცას. ის ითვალისწინებს არა თრობის ეფექტს, არამედ სიამოვნების მიღებას ყველა მომენტში. ანუ ისევე როგორც საჭმელის მირთმების დროს იღებ დაუშვათ კარგი გემრიელი რაღაც ნაზუქი იქნება თუ რაღაც ხორცის ნაჭერი იქნება სიამოვნებას, ასეთივე სიამოვნება იმ მომენტში უნდა მოგანიჭოს ღვინის მირთმევა. აი ეს არის ამისი სინერგია, ეს არის ამისი მნიშვნელობა. რაზეც ილია ჭავჭავაძე წერდა უამრავს. ხო. ხო. და აი ჩვენ ამ მიდგომით ასე თუ მიუდექით ღვინოს, ხო? შესაბამისად ჩვენი შიდა მოხმარების კულტურაც გაიზრდება. თუ ჩვენთან შიდა მოხმარების კულტურა არ გაიზარდა, ანუ აი რაღაცა მიზანმიმართული მოხმარება თუ რაღაცა, ნუ ხარისხიანი მოხმარება ასე ვთქვათ, ასე დავარქვათ, როდესაც ძალიან საინტერესო რაღაცებს ამბობთ ხა ტრენდისთვის. ადამიანი ღვინოს მიიღებს არა იმიტომ რომ ის დათვრეს ასე ვთქვათ და ალკოჰოლის ინტოქსიკაცია, არამედ იმ მომენტში კი ეს თამდები ფაქტორი სპირტის რაღაც აქტივობა ადამიანის ნერვულ სისტემაზე დამაშულებელია და რაღაც მცირე დოზის ასიამოვნოა. დაგემოვნება რასაც ქვია. დაგემოვნება რაც ქვია. ისევე როგორც აი ხა ხო ცნობილია ხა საჭმელი თუ გემრიელია ხა ერთი ლუკმას ისეთივე გემრიელია როგორც 10 ლუკმა, ხო? მაგრამ 10 ლუკმა შეიძლება გაწყინოს ახლა და ზუსტად ასევეა ღვინოც. და აი ეს ჩვენი კულტურა თუ ჩამოვაყალიბეთ შიდა ამის მოხმარების, ჩვენ ვაყალიბებთ უამრავ ემისარს მსოფლიოში, რომელიც ჩვენი ღვინის პროპაგანდას გაწევს. აი საოცრად სამწუხაროა, როდესაც ხვდები ხალხს, მე ძალიან ბევრს მოგზაურობ და ხვდები უამრავ თანამემამულეს უცხოეთში. ეხლა ჩინეთში შევხვდი რამოდენიმეს. და ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე რომ საპასუხისმგებლო პოზიციის ადამიანებს, ასევე, ნუ იქ კარგად წარჩინებულ ხალხს, ქართული მასშტაბით ასე ვთქვათ, და რომელთაც აბსოლუტური წარმოდგენა არ აქვთ ღვინის ხარისხზე. ანუ საკუთარი ქვეყანა როგორ წარმოაჩიან, იმის საშუალება არ აქვს. ეხლა ყველას ეხლა რუსთაველიდან ციტატას ვერ წავუკითხავ, ეხლა ყველა კაცს რო გაიცნო, ვინა ხარ, ქართველი ხარ და ნუ ეხლა კიდე აცრევლებული ვერ მოვიყვები თუ როგორი ისტორია გქონდა და ვინ მოგისმენს ეხლა. ძალიან მარტივია, როდესაც დღეში სამჯერ ადამიანს ჭამა უნდა ამ ჭამაზე, საჭმელზე. მიუტანე კარგი ღვინო და აუხსენი, ბატონო, ესაა კარგი. და აგერ მოვდგათ კიანტი გვერდზე და შევადავროთ. რომ იმ კაცს ეს კონკურენტულ შედარებაში წარმოდგენა შეექმნას, რომ თურმე სხვაგანაც არის. და შემდეგ თან ეს სხვაგან თურმე რა არის, რომ ღვინის სამშობლო. მაგრამ ამ სტატუს ჯერჯერობით ვერ ასე ვთქვათ ვამართებთ. ვერ ვამართებთ, აი ეს არის დიდი პრობლემა. აი როგორც აი კატეგორიის პრობლემა ყველაზე მეტი ეს არის. რაც არ უნდა ვეცადოთ, რაც არ უნდა ფული დავხარჯოთ. თუ ჩვენი ქართველი არ გადაეჩოვა პლასმასის ბოთლებით რაღაც ღვინის აქეთი წოწიალს და იქ რაღაც და არ იქნება განსაზღვრული
რა ღვინო, როდის უნდა დალიო, როგორ დალიო, რა ამბავში და ასე შემდეგ. ოღონდ აქ მინდა სვენელისთვის თქვა, რომ არავითარ შემთხვევაში გადაცემა ბრენდინგზე და სტრატეგიულ ბრენდინგზეა და არ ვამბობ, რომ ყველა ერთ სტანდარტზე უნდა მოიჭრას და ყველაფერი. ჯერ უბრალოდ არის, რომ აი ბრენდინგშიც ესეა რა, როცა პროდუქტს აკეთებ, თუნდაც განსხვავებულს, ხო? ის იმ დანიშნულებას, რის გამოც ასეთ პროდუქტს მოიხმარენ, უნდა ასრულებდეს. ჯერ სტანდარტები უნდა ჩამოყალიბდეს და დადგეს ეს ამბავი და მერე იფიქრე განსხვავებულობაზე, ოღონდ რა თქმა უნდა რელევანტურზე, რომელიც ასევე ამ ხარისხის თემებს იმაშება. ეს ძალიან მკვნეული საკითხებია მართლა ბატონ ზურა და ეხლა ვიღაცამ შეიძლება გვისმენს და იფიქროს, რომ ესო ღვინოზეა გადაცემა, ხო? შეიძლება გაიფიქროს ეგეთი რამე და ჯერ ეს ერთი ღვინის ბრენდთან ვსაუბრობთ და ღვინოზე გადაცემას თუ იფიქრებენ, ვიტყვი რომ ქართული ღვინო როგორც კატეგორია ბრენდისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ორმაგი ამბავი გამოგვივა, როგორც ქართული ღვინის ბრენდინგი და ასე ვთქვათ თქვენი კონკრეტული მარანის ბრენდზე საუბარი, ხო? უმნიშვნელოვანესი საკითხებია, რომლიდანაც მე სხვა დანარჩენი ბრენდები უნდა განვითარდნენ, მაგრამ ანაბანა ფუნდამენტი რომელიც ჩვენ გვაკლია სამწუხაროდ მართლა ელემენტარული ვენახისმოვლიდან დაწყებული დამოკიდებულებებით, ჩემ მეგობრებს ვეუბნები რა, ვინც ბევრი დალევა იცის, რომ მეთქი აუ კაი ღვინო იყო, ცუდი ღვინო იყო და ვეუბნები ხოლმე, რომ თქვენ ღვინო არ იცით და წqინთ ხოლმე რა, რას ქვია არ ვიცით და აფასებენ ესე, მიცა თუ არა ნაბახუსევი, ანუ პახმელია, თუ არ მიცა რა, ხო და ნუ ხა მაგის მიხედვით ძალიან რთული ამბავი იქნება და ასე ვეუბნები რომ რა მნიშვნელობაა რომელ ღვინოს დალევ თუ ლიტრი და 2 და 3 უნდა დალიო, ხო? აი რა ვიცი. ის დაგემოვნება, ის სიამოვნება და თქვენ თქვით რომ უნდა დაუბრუნდეთო ევროპაშიო. ხა ევროპაში უნდა დაუბრუნდეთ თუ ევროპამ აიღო ეს ჩვენგან და თვითონ ანვითარებენ და ჩვენ გამოვარდით მაქედან. კიდე მეორე საკითხია, იმიტომ რომ არ ვიცი სად მაქვს წაკითხული თუ რაღაც, მაგრამ მთელი ცხოვრება მახსოვს ეს ფრაზა, რომელიც სხვათა შორის ერთ-ერთმა ბერმა მითხრა, რაღაცაზე ვსაუბრობდით, რომ ესო ხო ქართული ამბავიაო, ჩვენო ესე გვაქვს ნათქვამიო, ჩვენ წინაპრებსო, რომ ღვინო უნდა იგზნოს კუჭმა და არა ტვინმაო, ანუ ზომიერი მოხმარება, დაჭაშნიკება რა იყო, ხო ეს სიტყვები, ხო გვაქვს რა. ანუ ეს არ იყო ჩასხმა და ნუ ეხა ეს ჩასხმა საიდან მოვიდა, თქვენ ჩემზე უკეთესად იცით ალბათ. ამ რა ქვია ავადსახსენებელი რუსეთის გამოჩენიდან ჩვენ ქვეყანაში, ხო? არაყზე ნავარჯიშები ხალხი რო დაეთროთ რაღაცა ამბავი. ძირითადად ეგ ამბავი იყო, თორემ მანამდე სწორედ ამას მივყვებოდით. კარგით, ეხლა მარანს რო დაუბრუნდეთ, კიდე მაინტერესებს. ესე იგი, არ იყო, ოღონდ კი გაგეკეთებინა, მერე უკვე ჩამოყალიბდით სტრატეგიაზე, რომელიც იყო თავიდან ბოლომდე, ასე ვთქვათ, ფუნქციონალურ, რაციონალური, რომ ეს ყოფილიყო ხარისხი, ერთი ვენახის ღვინო, მერე იქ კონდოლი, ასე შემდეგ. აი, ემოციაზე თუ გიფიქრიათ და როდის გაჩნდა და ვთქვათ, რა ემოციაზე დგას მარანი, აი, დღეს ვთქვათ, კომუნიკაციას ეხა რომ კარგია და ხარისხიანია და რაღაცა მარტო ამაზე სულ ვერ ვილაპარაკებთ, ხო? აი როგორ ფიქრობთ ეხა თქვენ ეს ნამართი გაქვთ ეს ემოციური ამბავი, ხო? ყველა ბრენდი აი Apple-ი ახსენეთ, ხო? Apple-ი იძახის რომ ვთქვათ რაღაცა მთელი ემოცია იკვრება ერთმათ ფრაზაში, რომ იფიქრე განსხვავებულად და ამის გარშემო საუბრობს ხოლმე რა, რაღაცა ეს ამბავი. თქვენთან როგორ ხდება ეგ ამბავი? რაზე საუბრობთ? და ეს ემოცია წარმოშვა თქვენმა სტაბილურმა ხარისხმა თუ თქვენ დაამატეთ რამე თუ ასე შემდეგ. მე თქვენ გეტყვით რეალურად როგორ მოხდა ეს, იმიტომ რომ ჩვენ მიზანმიმართული სარეკლამო კამპანია არ გვიწარმოებია არასოდეს. და ჩვენ ფაქტიურად ჩვენს ბრენდის ცნობადობას უნდა ვუმადლოდეთ სწორედ თვითონ ბრენდს და თვითონ ღვინის ხარისხს. და ფაქტიურად რა გამოვიდა, რომ ესე იგი ჩვენი პოპულარობა მოხდა word of mouth როგორ არის პირადი რეკომენდაციის საფუძველზე, როდესაც კაი ეს დავლით ეს და ასე შემდეგ და უამრავი ადამიანი ყოველ შემთხვევაში მეც ხომ ხდება და ნუ ამ დიდი პოპულარობა მოუტანდა. სხვა შორის ეს ნდობის ფაქტორი, როგორ ჩანს, ურთიერთი მეგობრების ნდობის ფაქტორი ძალიან მაღალია. და შედარებით დაბალია და უფრო მდგრადია თავისი არსით. ვიდრე სატელევიზიო მიღებული რეკლამა ან ვიღაცის შეთავაზება, რომელიც უცნობ პიროვნების შეთავაზება. მე ყოველთვის ვამბობ, რომ არ არსებულა, არც ეხა არსებობს და არც მომავალში არსებობს პირად რეკომენდაციაზე მძლავრი საკომუნიკაციო არხი.
მაგრამ დღეს უკვე ბევრი გამოჩნდა, ხო, კონკურენტები, ზოგი ღირსეული, ზოგი, მაგრამ რაოდენობა ბევრია, ხო, და აი რას აპირებთ ახლა ამ ამბავს, იმიტომ რომ ერთმანეთის რეკომენდაციები არ არის მაინც ის მასშტაბი და ის გავრცელება და აი საკომუნიკაციოსთან დაკავშირებით, კომუნიკაციასთან დაკავშირებით. კი, ახლა რეალურად დადგა ასეთი საკითხი, იმიტომ რომ რაოდენობა გაიზარდა და ჩვენ რაღაც ბევრ აქტივობას ვაკეთებთ ისეც, რომელიც ასე ვთქვათ, ჩვენი ბრენდის ზოგად პოპულარიზაციას, ცნობადობას გაძლევს. მაგალითად, ბოლო მაგალითი რა გავაკეთეთ ჩვენ, ძალიან მნიშვნელოვანი, ჩემზე ძალიან მნიშვნელოვანია ეს. ახლა რამდენად გახდა ცნობილი ფართომასისთვის არ ვიცით, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, გაგვეტესტა სოფლიოში მიღებული, შუა საუკუნეებში მიღებული ტრადიცია, როდესაც ტრადიცია დადასტურებული ფაქტია, რომ ალკოჰოლური სასმელი ზღვაზე მოგზაურობით ძალიან ჩქარა ძველდება. ეს მაგალითი მოდის ბატაის არაღით, ბატაი მალააზიაში აკეთებდნენ ბრინჯის არაღს, რომელსაც ჰოლანდიელებს მიქონდათ როტერდამში და აღმოჩნდა, რასაც მე მატროსები ვერ დალებდნენ და საუკეთესო ხარისხი იღებდა და კასრით ჩატანილი ეს სასმელი, რომელიც ძალიან ცუდი ხარისხის იყო. და ამ კასრით გაუმჯობესებამ ისეთი დიდი ეფექტი იქონია მის ხარისხზე, რომ ერთი საუკუნის განმავლობაში, სადაც მე-17 საუკუნეში ის კონიაკზე პოპულარული იყო. თავის საგამომთვისებით. ჩვენ გადავწყვეტეთ ახლა და შემდეგ ბევრი ფაქტი ამასთან საზღვაო მოგზაურობასთან დაკავშირებით და პოპულარიზაციისთვის ზოგადად მარანის ქართული ღვინის ჩვენ გადავწყვეტეთ ქართული ჭაჭა გავუგზავნოთ მსოფლიო მოგზაურობაში. აჰა. თუმცა ეს მე არ მსმენია და ცუდია რომ არ მსმენი. ძალიან ცუდია, შესაბამისად ახლა კომუნიკაცია აკლია ესე. კომუნიკაცია აკლია ესე იგი და ნუ ყოველ შემთხვევაში ახლა ეს ხო და წარმოიდგინეთ სპეციალური კონტეინერი შევუკვეთეთ MS-ისთან ძალიან რთული პროცესი იყო. კი ბატონო. რომ ესე იგი დაშვებული იყო, ესე იგი სხვადასხვა გემზე საბოლოო დანიშნულების ნუ მოგეთ ძალიან რთული პროცესი გავიარეთ და ჩვენმა ჭაჭამ დაიწყო მოგზაურობა საქართველოდან, სასაკუთრებით ჩვენი მარნიდან. და წავიდა მოიარა მსოფლიო, ჩავიდა სინგაპურში, მელბურნში, კიდევ სინგაპურის, შემდეგ არგენტინა, ბრაზილია, ურუგვაი და შემდეგ ფაქტობრივად 11000 კილომეტრი გაიარა ზღვებში, ოკეანეებში, 4-ხშირ გადაკვეთა ეკვატორი და დაგვიბრუნდა. დაგვიბრუნდა. და შედეგი გვაქვს წარმოუდგენლად კარგი სასმელი. გასაგები. ეხლა ამას რაღაცა კამპანია, კომუნიკაცია ხო ჭირდება? ხო და აი ეხლა სწორედ ჭირდება, ხო და ჩვენ თითქოს გავაკეთეთ და ეთქობა არაეფექტური იყო. ხო და აი სამწუხარო არ გაიგეთ ახლა ჩვენ შევეცადეთ და ეხლა ეს პროდუქტი გამოდის გაყიდვაში, იქნება ჭაჭა ეკვატორი. ჭაჭა ეკვატორი ორი იქნება, ორი. ანუ რაღაც ამბავი ახლავს თან, როგორც უნდა ახლავდეს ბრენდს. რაღაც ამბავი ახლავს, ეს რეალურად ეს მარანის, ასე ვთქვათ, ნაწილია, ეს სოფლიო ნანახი ჭაჭა. სოფლიო ნანახი ჭაჭა შემოვლია ესე. ძალიან კაი. ბრენდის ამბავია იგი. ხო, ასეთი რაღაც. ეხლა თანამედროვე კომუნიკაცია საკმაოდ ძნელია, ყველა რაღაცნაირად ყურადღება ძალიან დაკავებულია მომხმარებლის, ძალიან მცირე დროს ახმარებენ განსაკუთრებით სოციალურ ქსელში. ტელევიზია, კი, ტელევიზია, ხო, სავარაუდოდ ტელევიზია უნდა იყოს კიდევ ჯერჯერობით საქართველოში. ტელევიზია შეიძლება იყოს, თუმცა უბრალოდ ვთქვათ, რომ კომუნიკაცია არის საჭირო და მე ვიტყვი რა, ჩემი გადაცემა როგორიც მე ვარ, ისეთი იქნება, რა თქმა უნდა, პირდაპირ საუბარი მიყვარს, მით უმეტეს ამ თემაზე, იმიტომ რომ ძალიან გული შემტკივა ამ თემაზე. მე ვთვლი, რომ ქართული ღვინის ინდუსტრია ცოტა მოიკოჭლებს კომუნიკაციაში, არა აქტიური, აი მეტი მინდა რა, რომ მეტი აქტიურობა, ოღონდ ის კი არა, რომ აი მარტო ცნობადობა, არამედ აი ამ კულტურაზე, რაზეც თქვენ საუბრობთ, ყავთ ხო კიდე კოლეგა კომპანიები, კონკურენცია ცოტა ისეთი არის რა, ამ იმაში, მაგრამ იმათთან ერთად, რომ ეს კულტურა შეიქმნას და ღვინო ქართული, ასე ვთქვათ, კატეგორია ქართული ღვინის ბრენდი კიდე დაიხვეწოს და მართლა ბოლო-ბოლო სადღაც მიგვიღონ მე უკვე მსოფლიო, სადღაც კი არა მსოფლიოში მიგვიღონ სერიოზულად და დავიწყოთ მართლა იმ ღვინოების კეთება, რასაც ალბათ ადრე აკეთებდნენ, არასოდეს არ დამავიწყდება
თამას კანდელაკის სიტყვები, თამას გურიჩი ხო ცნობილი მეღვინე იყო, სადღა არის შვილო, ნამდვილი საფერავიო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ რაღაცა პრობლემები იცოდა ამ კაცმაც რომ იყო, და ეს საბჭოთა კავშირმა როგორ დაგვაზიანა და დაგვანგრია და ჩვენივე ხელით ვაკეთეთ მე ეს, ეგ უკვე სხვა ამბავია, მაგრამ კომუნიკაცია საჭიროა და სწორედ მას 30 წელზე მეტია გასული ჩვენი დამოუკიდებლობიდან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ კიდე არ გვაქვს დალაგებული, საერთოდ როგორი ღვინის ქვეყანა ვართ რა, ის საით მივდივართ და სად უნდა ვიყოთ, როგორ ვიყოთ, გამომდინარე ჩვენი მცირე მიწიანობიდან, ასე შემდეგ რა. მაინც მინდა დავბრუნდე, ჭაჭის ამბავი, აი ძალიან მაგარი იყო, ხო, რომ ჭაჭას უკვე თავისი ამბავი აქვს, რა, მსოფლიო მოვლილი ღვინო, ისა ჭაჭა არის და ამბავი. მარანის ამბავი რა არის? აი ეს რა ამბავს ყვება მარანი? ან თქვენთან შიგნით რაზე საუბრობთ? აი ეგ მაინტერესებს რა, აი ისევ ხარისხია თუ ამის იქით კიდე რაღაცეები ხდება? თუნდაც შიდა ემოციური ამბები რა. ნუ ერთი ფაქტი ესე იგი, რომ ჩვენ უწყვეტი განვითარება ეს არის ჩვენი და ევოლუცია, მუდმივი განვითარება, მუდმივი ცვლილება და ყოველწლიური რაღაც სიახლე. ეს აუცილებელი ატრიბუტია, ასე ვთვლით, რომ ეს მნიშვნელოვანია. ღვინოში ძალიან ინოვაციური ვერ იქნები, იმიტომ რომ ღვინო მაინც რაღაც ტრადიციულია, მაგრამ რაღაც ნიუანსების დონეზე ამას ვახერხებთ და ყოველწლიურად გვაქვს ახალი შეთავაზება მოხმარებლისადმი. ჩვენი, ასე ვთქვათ, სხვა სტილისტიკის გათვალისწინებით. კი ბატონო. ზოგადად რა არის, ღვინო გახდა ნაკლებ, ასეც იყო ახლა შეიძლება გონია რომ ძალიან დიდი შემოსავლიანი ბიზნესია და საკმაოდ დაბალი მარჟინალობა ახასიათებს ეს მინდა გითხრათ, იმიტომ რომ მომხმარებელმა თუ არ იცის, ანუ ვიტყვი ერთ ფაქტს, რომ ნორმალურ კომპანიაში, ანუ ჩვენი ტიპის კომპანიაში, ასე ვთქვათ, მარჟინალობა ძალიან დაბალი, იმიტომ რომ ჩვენ ერთხელ ვყიდულობთ და ერთხელ ვყიდით. ანუ ჩვენ სავაჭრო კომპანია ვართ, რომელიც შეიძლება მრავალჯერადი შესყიდვა გააკეთოს და დაბალი მარჟინალობით მიაღწიოს მაღალ შედეგს. შესაბამისად ეს ძალიან დაბალია და მასშტაბის ხარჯზე ხო და შესაბამისად დიდი რესურსიც არ გვაქვს იმისათვის, რომ ასე ვთქვათ, დიდი მარკეტინგული, ასე ვთქვათ, კამპანიები ჩაატარო, ისევე როგორც მაგალითად შეუძლია ეს ალკოჰოლის მეწარმეს ან ლუდის მეწარმეს, მაღალი ალკოჰოლის და ლუდის, რომელსაც მასშტაბურია და მათი მასშტაბი ძალიან დიდია. ალკოჰოლს კი საკმაოდ ასეთი პრობლემა არის და აი ამ თვალსაზრისით მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს ჩარევა ხალხის მოსახლეობის ცნობადობის ამაღლების საქმეში და განათლების საქმეში. აი წარმოდით მარტივ რაღაცას ვიტყვი, ხა ბევრჯერ მithქვამს ეს და საქართველოში ვართ რამდენი 4 მილიონი მოსახლე, ხო? ან ვართ ან არა. ნუ დაუშვათ, გინდა 3 მილიონი ვიყოთ, რა. კი ბატონო. და აქედან დაუშვათ ალკოჰოლის მომხმარებელი იყოს პირობითად 1,5 მილიონი. 1,5 მილიონი ადამიანმა, რომ სწორად მოიხმაროს ღვინო, არა ბევრი, სწორად მოიხმაროს. ერთი ბოკალი დღეში. წარმოგიდგენთ რამხელა მასშტაბია შიდა მოხმარების. და ესა კვალიფიციური, სწორი მოხმარება, რომელიც კარგია ჯანმრთელობისთვის და ზოგადად ჩვენ კულტურას დის და შესაბამისად შიდა მოხმარების გაზდით ხდება აი ამ დიდი პრობლემის მოგვარება, რომელსაც ვაწყდებით ყოველ რთველზე. თუმცა ბატონ ზურა, უნდა იყოთ თუ არა სახელმწიფოს იმედზე. აი სახელმწიფოს როლი გავიგე. ეხლა თქვენ საუბრობთ იმაზე, რასაც ქვია სავაჭრო პრესა, ეგრეთ წოდებული trade press, ხო? სადაც მაგალითად ეხლა ინგლისში პირველად რო ჩავედი მე და რო ვნახე მომხმარებელი რა დონეზე ერკვეოდა ღვინოში, ну цада დედამიწა იყო ხო ჩვენთან შედარებით, ანუ იქ განათლებული მომხმარებელი იყო, ასე ვთქვათ, რომელიც სტენთან მოვიდოდა, გეტყოდა, რომ უი ეს რაღაცა და ისეც კითხებს, თქვენ მიბრძანდებით ვეკითხებოდი, არა, ბილეთი ვიყიდე, შემოვედი, მეუბნებოდი ხეთ. ის თვითონ ის სომელიეები და შემსყიდველებზე არ მაქვს ხო ლაპარაკი. აი, რატომ ვერ მოხერხდა ვერასოდეს დღემდე ვერც ერთმა კომპანიამ ან ერთად ვერ მოახერხა ის რომ ესეთი კომუნიკაცია მაინც არსებობდეს, რომ როგორ დავლიოთ ეს ღვინო
სად რა, როგორ, კულტურა რა უნდა იყოს, ასე შემდეგ. აი, როგორ ფიქრობთ რა ხდება? და რატო უნდა იყოთ სახელმწიფოს იმედზე, იმიტომ რომ რავი ხა. ახლა სახელმწიფოს იმედზე რატო უნდა იყოთ? მე თქვენ გეტყვით, იმიტომ რომ ესე იგი სახელმწიფოს ბრენდინგს თავისთავად როგორც პოზიტიურ ბრენდინგს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აი მაგალითად ავიღოთ ახლა იტალიის მაგალითი, ჩემი საყვარელი იტალიის მაგალითი. რა ხდება იტალიაში? იტალია სიტყვის ხსენება, გახსენებს რას? ძველ რომს პირველ რიგში, ხო? კულტურა იქ რაღაც, ხელოვნება, რაღაც ყველაფერი აღორძინების ეპოქა პოზიტიურია. და შესაბამისად ცნება იტალიური ტორტი უკვე თავისთავად გემრიელია. ისე როგორც იტალიური ღვინოც. ანუ იტალიამ რაც უნდა წარადგინოს, უკვე რაღაც დადებითი მოყვება. კი, აუცილებლად. მიუხედავად იმისა, რომ იტალიის ბრენდის ნაწილია ასე ვთქვათ, ცნობადობის მაფია და უბედურება. კი. მაგრამ მაფიაც რომანტიზირებულია. არ დაგავიწყო, რომანტიზირებულია და ესეც კაია. რაღაცნაირად ასე ვთქვათ. ყოველ შემთხვევაში გარკვეული პიროვნების ხო, ეხლა თქვენ შეეხეთ უმტკივნეულეს საკითხს რა, ეს არის ქვეყნის ბრენდინგი და მე მაგის ჭრილში კიდე სხვა მისი კატეგორიები და ინდუსტრიები და ასე შემდეგ. ესაა განსაზღვრელი ფაქტორი, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში რა ხდება ისი ჩვენ ვაწყების პრობლემას, როდესაც სუპერმარკეტის თაროზე რო დაიდოს ჩვენი ღვინო, თუნდაც რომ მისაღები ფასი იყოს სპეციალური შესაბამისი სეგმენტისთვის, ყიდველი არ ყავს. იმიტომ რომ არ იცის. ტიპი შედის და არ იცის ქართული ღვინო რატო უნდა იყიდოს. ხო. რატო უნდა იყიდოს ქართული ღვინო? იმიტომ რომ თუნდაც სხვა რამე რო იცოდეს ქვია და მოდი ერთი გავსინჯო, ხო? არა, ჯერ ერთი ხალხი ბევრი არ არის. არ არის, იმიტომ რომ ხა ჩვენ აქედან გონია რომ ჩვენ ვართ დედამიწის ცენტრი და ყველა ჩვენ საუბრობთ, მაგრამ რეალურად მასე არ არის ახლა ვინც უცხოეთში ხდება მაგრამ სუსუწყინთ ადამიანებს რომ როგორ არა ცნობადობა უკვე გვაქვს, არა გვაქვს მეგობრებო, ბრენდი ასაშენებელი გვაქვს, ქვეყნის ბრენდი ჯერ კიდე ასაშენებელი გვაქვს და ქვეყნის ბრენდინგზე რო გადავიდეთ, ახლა ეს გადაცემა გამოვა, ეს პოდკასტი გამოვა 5 საათიანი, უბრალოდ მოკლედ გეტყვით რომ ქვეყნის ბრენდინგი მინიმუმ მარტო იმიტოა საჭირო, რომ შენი ქვეყნის ნაწარმს გზა გაუხსნა საზღვარგარეთ, რომ რაღაცა წარმოდგენა არსებობდეს. აი რაც ბატონმა ზურა თქვა, იტალიაზე იგივეა, გერმანული თუ აწერია რაღაცას, უკვე ასოციაცია გაქვს, რომ აი რაღაცა კაი იქნება და ხარისხიანი იქნება. აი ასეთ რაღაცაზე ვლაპარაკობთ, რა ხა ძალიან ზედაპირული ამბავია ქვეყნის ბრენდინგზე, რა თქმა უნდა. მაგრამ, აი ეს არის მნიშვნელოვანი. თუმცა მე მაინც ძალიან გამიჭირდება იმაზე დაგეთანხმოთ, რომ უნდა ველოდოთ, ეხლა როდის მოეგება რომელიღაცა ჩვენი, თქვათ, თავრობა გონს და მართლა რაც ქვეყნის ბრენდინგია რეალური, ამას დაიწყებს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ბრენდინგი საერთოდ როგორც არ არის მარტო კომუნიკაცია და ფუნდამენტზეა სამუშაო და იმის უკან რადგას იგივეა ქვეყნის პირობებშიც, იმიტომ რომ ქვეყნის ბრენდინგი ჯერ ქვეყანაში უნდა მოხდეს შიგნით და მერე უნდა გავიტანოთ გარეთ, რა, ეს ამბავია. თუმცა ძალიან საინტერესო საკითხები წამოჭერით და იმედია ადამიანები რომ მოგვისმენთ, ვინც აპირებდა ღვინოში შესვლას, ვინც არ იმარა თქვათ რაღაცას იმაშვება, ბევრი ინფორმაციას მიიღებს და ხო დაფიქრდება, რომ რაღაცა სწორად გააკეთოს. ბატონ ზურა, ეხა ისე რო არ გამოვიდეს, რომ აი ესე რაღაცა ეს გავაკეთეთ, ის გავაკეთეთ, აქ მივედით, კარგია, მაგრამ ერთ-ერთი ამ პოდკასტის ერთ-ერთი დანიშნულება არის ისიც, რომ ვილაპარაკოთ გულწრფელად შეცდომებზე და გამოწვევებზე და პრობლემებზე, რაც ყოფილა ამ გზაზე, იმიტომ რომ ეხლა თქვენ რო აიღეთ, ასე ვთქვათ, სტრატეგიულ ორიენტირად ის რო ყოფილიყო გამართული ღვინო, სწორად გაკეთებული ღვინო, სწორი ღვინო და ხარისხიანი, ამაზე ბევრი ცდუნება იარსებებდა, ხო, ამ 27 წლის განმავლობაში და აი ამაზე რა ხდება? აი რა იყო ყველაზე დიდი შეცდომა, რაც დაგიშვიათ სიტყვაზე? რა არის პრობლემა, რომელიც რჩება დღემდე და ასე შემდეგ? ძალიან კარგი შეკითხვა. მე გეტყვით ერთ რამეს, რომ ესე იგი ჩვენი ეს პირველი არჩევანი, რაც ფუნდამენტური არჩევანი, რაც იყო ის, რომ გვეკეთებინა საქმე, ანუ სწორად გვეკეთებინა საქმე, ღვინის დამზადებას გულისხმობ, რასაკვირველია და ეს არ შეცვლა და არ იცვლება არავითარი გარემოების და ყველა გარემოების მიუხედავად. იმიტომ რომ ეხლა რეალურად მდგომარეობა ისეა, რომ ყურძენი არის პრეფიციტული და შესაბამისად ფასეები მოდის ქვევით. ეს ჩვენი მსგავსი კომპანიისთვის ძალიან დიდი პრობლემაა. ეს არის ფუნდამენტალური პრობლემა. რატომ? იმიტომ რომ ჩვენი თვითღირებულება ვერ იქნება დაბალი.
მარტივად რომ გითხრათ, დავუშვათ, მაგალითად, ჩვენი კონდოლის ვენახებში ჩვენ გვაქვს მოსავლიანობის შეზღუდვა არის 6-7 ტონა. 6-7 ტონის რომ დავკრებთ ამ ყურძენს, ეს ყურძენი ყუთებში იკრიფება, მედიჩმა და მარანში და შემდეგ ირჩევა სპეციალურ გადასარჩევ ხაზზე. ნაწილობრივ ხელით, ნაწილობრივ მე ავტომატურად მანქანა არჩევს დაზიანებულს და კიდევ აქ რაღაც 1/4 კიდევ გვიმცირდება რაოდენობა. ხო, თუ ამას ესე რაღაცა ცოტა ველურად და ფეთხომად გააკეთებთ, აღარ ივარგებს ის ყურძენი და დამზადებული ღვინო. არ იქნება ეს. შესაბამისად, ეს ხარისხის მუდმივობა სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ ეს პროცედურა გასავლელია. გამოდის, რომ ჩვენი ყურძენი უკვე ძალიან ძვირია. იმ ყურძენთან შედარებით, რომელიც არის ბაზარზე. კი ბატონო. და პრეფიციტული, ანუ მეტი რო არის მოსავლიანობა თქვენ პრეფიციტული მეტი რომ არის ფასი დაბლა მოდის ყურძნის. მაგრამ ეს წინააღმდეგობაში შედის მევენახის მოთხოვნასთან უნდა მაღალი ანაზღაურება. მაგრამ ფაქტი ისა რომ ჩვენი სანედლეულო ბაზა, ხარისხიანი სანედლეულო ბაზა უბრალოდ მაღალფასიანია. რჩება ეგეთი. და ჩვენ ვერ მოვდივართ დაბლა. ვერ მოდიხართ. რომ წამოვიდეთ ეს ჩვენთვის დამღუპელი იქნება. რა თქმა უნდა. აი ესაა ყველაზე ფასის კომუნიკაციაა ბატონ ზურა ბრენდის. ამიტომ ეხლა თქვენ უკვე მოწამოხვალთ. კი, მესმის აუცილებლად ხო და აი ესაა ყველაზე დიდი პრობლემა ბოლო პერიოდის, როდესაც შენ აწარმოებ ხარისხიან პროდუქტს, შენი ხარისხიანი პროდუქტი უფრო მაღალფასიანია, მაგრამ იმის გამო რომ არ არის კვალიფიციური მოთხოვნა, გაყიდვებზე არის პრობლემა. გაყიდვებზე შესაბამისად პრობლემა არის. ეს არის ძალიან დიდი ცდუნება, მაგრამ მიუხედავად ამისა, თქვენი შიდა მწამსით, თქვენ იცავთ ამ ყველაფერს და არ გადადიხართ. მინდა გითხრათ მეგობრებო, რომ შეიძლება ცოტა ხანი გაჭირდეს, შეიძლება ცოტა დიდი ხანიც, მაგრამ ეს აუცილებლად გონია რომ დაფასდება რა. აუცილებლად დაფასდება, მე ღრმად ვარ დაწუნებული დაფასდება, იმიტომ რომ მეორე მნიშვნელოვანი თვისება ის არის, რომ ჩვენ ვართ ასე ვთქვათ, რომ გითხრათ არ ვართ ძალიან ბევრად დამოკიდებული დაუშვათ ამ შემოსავლის შესაბამისად ჩვენთვის ჩვენ შეგვიძლია მარჟინალობა კიდე ჩვენი საკუთარი მარჟინალობა დაბლა დავწიოთ მაგრამ ეს არ ეხება თვითონ კომპანიის სიცოცხლის უნარიანობას ასე ვთქვათ ანუ ჩვენ შეგვიძლია ანუ არის იმდენი გაყიდვები რომ კომპანია ფეცებს კი რასაკვირველია ეს ძალიან მნიშვნელოვანია და აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შეიძლება იყოს როდესაც და სამწუხარო ხშირ შემთხვევაში იგივე იმის გამო რომ ჩვენი მომხმარებლის უმეტესობა ჩვენი მომხმარებელი რასაკვირველია კარგად ერკვევა ღვინოში ხოლო ბევრი მომხმარებელი ამაზე ვერ ვიტყვი და ყოველ შემთხვევაში ის შეფასება აი როგორ რაღაცა ის ახლა ძალიან საფრანგეთში ბორდოში გააკეთეს ისეთი მუზეუმი ღვინის მუზეუმი თუ ნამყოფი ხარ? არ ნამყოფი არ ვარ მაგრამ ვიცი რომ არის ძალიან და საქართველოს პავილიონით გაიხსნა ეს იყო მე მგონი 5-6 წლის უკან არ მახსოვს 5-6 წელი იქნება და მეც ვიყავი ამ გაიხსნა იმიტომ რომ ღვინის სამშობლოა ხო როგორც ინგლისში მინოპოლიში და ძალიან დიდი პავილიონი ჰქონდა საქართველოს დასაწყისად და აქ საქართველოსთან ერთად რასაკვირველია სოფლიო ღვინოც იყო და ერთ-ერთი ნაწილი განყოფილება ეძღვნებოდა ღვინის ცოდნას და ძალიან დიდი მაგიდა იყო და გარშემო და სხვადასხვა რაღაც ტიპის ფაქტურები იყო მაგიდაზე და ეს ფაქტურა შეიძლება ყოფილიყო შალი, შეიძლება ყოფილიყო ხე, შეიძლება კიდევ სხვა და ბოლოში თავდებოდა ეს აბრეშუმით. ეს არის ის ფაქტურა, რაც შეიძლება ღვინოს ჰქონდეს. მაგრამ ამ ფაქტურის შეფასება რომ შეძლო, შემდა რაღაც გარკვეული გამოცდილება მიიღო. ეს არ მოხდება ისე, რომ შენ თუ მაგალითად პეტრუსი მოგაწოდეს თუ არ ხარ გაზრდილი იქამდე, შენ ამის გემოს და შეფასებას ვერ მოხდა. პეტრუსი არის ულტრა ძვირი ღვინო და ასე შემდეგ. პირველად ხო და აი ქართულ მარტივად რომ ვთქვათ, ისე ხა როგორ არის მუსიკა რომ შეადარო, მაგალითად არის მუსიკა რომელიც დაუშვათ სამარშრუტო ტაქსში უკრავენ და მეორე ეს კლასიკური მუსიკა. დაახლოებით ასეთივე განსხვავებაა ამ პრიმიტიულ ღვინოსა და მაღალხარისხიან ღვინოს შორის. ესე იგი ჩვენი მოთხოვნა უნდა იყოს, რომ ასე ვთქვათ, გავიზარდოთ ამ მართულებით, რომ მოიხმაროთ უკეთესი. კი ბატონო. შეცდომა, რომელიც ყველაზე მწარედ გახსენდებათ საქმეში.
რომელმაც თვლით რომ რაღაცა დააზიანა, რაღაცა რისკი დააყენა რამე რეპუტაციული, არ ვიცი, რამე ნებისმიერი. თუ ყოფილა ეგეთი. ვერა. ანუ ამას მიყვებით და მიყვებით აი თქვენ ფილოსოფიას. კარგით, ის გუნდი გჭირდებათ თქვენ, ხო? ამ ბრენდის შენება სჭირდება გუნდი. როგორ ინარჩუნებთ, ხო? ეხლა მარტო თქვენ გაგიჭირდებოდათ და თქვათ ბატონ კახასაც, რომ დაიცვათ ეს ფილოსოფია. როგორ ეძებთ ადამიანებს თქვენ გარშემო, როგორ კრიბავთ? აი ამ ფილოსოფიის გარშემო თუ აი როგორ ხდება? შიგნით თუ საუბრობთ ამ თემაზე, რომ ამისთვის ვარ ჩვენ აქ, ეს არის ჩვენი ბრენდის სული და გული. კი, რასაკვირველია. ჩვენთვის რასთავარია, რაც ჩვენი გუნდი შეიკრა წლების განმავლობაში. და ყოველთვის მისი არჩევა ხდებოდა არა რაღაც განსაკუთრებული დიპლომების და რაღაც ცოდნის, არამედ უფრო პიროვნული თვისებების თანამედროვე ტენდენცია. პიროვნული თვისებები. და შესაბამისად ამან ძალიან გაამართლა. ისეთი ხა ისეთი პროფესიონალები ჩამოგვეყალიბდა სხვადასხვა სფეროში, რომ ფიქრობ, ესე იგი, ესეთი ადამიანი როგორ უნდა მოამზადოს. რომელიმე უნივერსიტეტმა, შესაძლოა რასაკვირველია, ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენი მიდგომა ამდაგვარი იყო და ამან, ასე ვთქვათ, გაამართლა. ბატონ ზურაბ, ერთი კითხვა მაქვს ესეთი, მაინც ამ ემოციას უტრიალებ რა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ან რა გაგიხარდებოდათ რა, ან ერთი ან მეორე, აი რა ემოცია, რა ფიქრი მოდიოდეს მომხმარებლის გონებაში მარანის დანახვაზე, გაგონებაზე. თქვენი ბრენდის გაგონება ან დანახვის, აი როგორ ფიქრობთ, ეხა რა ემოცია არსებობს, აი რა არის ფიქრი, საერთო ფიქრი, რაც მომხმარებას მოსდის თავში. ან რა გაგიხარდებოდათ? ასე ვთქვათ, გაბაზრებული აზრი რო ყოფილიყო თქვენ შესახებ. მასიურად. მე რასაც ხვდები და რაც მესმის, ეს არის ფაქტიურად იმ სიტყვების გამეორება, რაც თქვენ დასაწყისში თქვით. ჩვენ შესახებ, რომ ჩვენ ამდენი ხანია ვართ და სტაბილურად ვართ და ყველა კმაყოფილია ამით, რომ ასეთი კომპანია არსებობს და მეუბნება ასე ამის, როცა ჩვენ გვინდა დაუშვათ ვიღაცას საპატივცემულო კაცი ყავს, ვიცით, რომ არასოდეს არ შევწდებით იმით, რომ თქვენ ღონეს შევიძრათ. აი აქ ჩავერთვები მაყურებლისთვის. მეგობრებო, სტაბილური ხარისხითაც, ჩვენი ქვეყნის მოცემულობაშიც მიღწევადია, ხო, ტექნიკური ნაწილია, რაციონალურ ფუნქციონალურ, მიღწევადია ემოცია, იმიტომ რომ სტაბილურად კარგი თუ აღვინო ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ეს მერე უკვე თქვენთან გენერირდება იმ დადებით ემოციებში, რაც არის, რომ სადღაც არ შეგარცხვინა, ვიღაცა ასე ამოვნე და თუნდაც 10 წლის მერე კაცი დაბრუნდა და ისე ვიზღვინო მოხდა. ანუ სტაბილური, გამართული პროდუქტითაც მიღწევადია ემოცია, მაგრამ მერე წლების მერე, როცა კონკურენცია გააქტიურდება, რაღაცა კიდე ფილოსოფიური ამბავი ამაზე ისეთი ცოტა გარე გამოსატანი საჭირო იქნება, მაგრამ ამითაც მიღწეული. ამიტომ თუ ჯერ არ იცით და ეხლა იწყებთ ნაბიჯებს და ესე გაწერილი სტრატეგია არა გაქვთ, იცოდეთ, რომ ყველაზე უთხარი არის, რომ პროდუქტი ან მომსახურება შექმნათ სწორად და ეს გეჭიროთ, დაიჭიროთ სულ რა. ეს ძალიან კაის იყო, იმიტომ რომ მართლა აი ამ სტაბილურობით უკვე და მე ყველა თავის ემოციას თარგმნის რა. ეხლა ჩემი ემოცია ის იყო, რომ ესე იგი 10 წლის წინ ამ კაცისთვის ისეთი რაღაცა შემითავაზებია, რომ კიდე ახსოვს, კიდე მოითხოვა, ანუ მაშინ არ შევწხვი, ხო ხდებით? აი ეს ამბავია და კიდე თქვით, რომ მომხმარებლის თავდაჯერებულობაა, რომ ფული არ გადაყარაო რა და მე მაგას ლექციებზე ვყვები. კიდე ესეთი კითხვა მაქვს რა, ვინმეს თუ აკვირდებით რომელიმე ბრენდს, თუნდაც არ აღვინის, ვისგანაც რაღაც მაგალითს იღებს, სწავლობთ, თუ არის ეგეთი ამბავი? კი, ძალიან ბევრს. ძალიან ბევრს, ახლა ჩემთვის მაგალითად სამაგალითოა ძალიან ბევრი უცხოური ღვინის კომპანია, რომელსაც ვაკვირდები, ავსტრალიური კომპანია. აი, ავსტრალიურებიდან რომელს, იმიტომ რომ Yalamba. ოკეი. წარმოუდგენელი კომპანია. აჰა. წარმოუდგენელია. აი, რას აკვირდებით და რა მოგწონთ ამ ბრენდში? რა მომწონს იმას, რასაც გულისხმობ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სახეობა აქვს ღვინის და ყველა ღვინის ფილოსოფია გაწერილი აქვს.
ანუ ყველა ღვინოზე აქ ამბავი მოსაყოლი. ფილოსოფია გაწერილი. ეხლა ჩვენ ზუსტად მასე ვაკეთებთ. აბსოლუტურად მასე. ესე იგი, ყველა ღვინის ფილოსოფია გაწერილი გვაქვს. იმიტომ რომ მე ამაყი ღვინის წარმოების ფილოსოფია? არა, ღვინის თლიანად. რა ხდება იცი? ღვინის მომხმარებლისათვის. ეხლა ყველას ვერ მოუყვები რაღაც კიდევ ზღაპარს, რომ ვიღაც რაღაც დევი შეხვდა და რაღაც ამბავს ვერ, მაგრამ თავარი რა არის? თავარი ის არის, რომ აი ის რისგანაც ეს კეთდება, აი ეს ამბავი იყოს გაწერილი. სწორად, რაც გიცავს იმისგან, რომ შენ ყოველთვის გექნება სწორი პროდუქტი. და იალამბა ამაში ამ კუთხით ძალიან კარგია. მომწონს. ნუ დიდი ბრენდებიდან რასაკვირველია უყურებ ავტომობილების ბრენდებს და ბევრი შეიძლება იქიდან აიღო, იმიტომ რომ ეს თვალნათლივ ჩანს და კონკურენცია ძალიან მაღალია, ამ კონკურენციაში ისინი როგორ პოზიციონირებენ, ნუ ეხლა შეიძლება შენი ღვინის პოზიციონირება დააყენო, მაგალითად სხვა ღვინის მარკების შესაბამისად და ის ემოციაც, რაც მომხმარებელი განიცდის, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს ემოცია იქნება პირველადი ინფორმაციით, რაც გაქვს და შემდეგ პრაქტიკული გამოყენება გაძლევს და ეს პრაქტიკულმა გამოყენებამ თუ გაამართლა, აი მაშინ უკვე ეს საბოლოო ჯამში თქვენი კავშირი შედგა, შეიძლება ითქვას. ხო, ანუ სიტყვა საქმე რა. კი, სიტყვა საქმე. იქით აქეთ ყველგან, კი ბატონო. თქვენ რო კითხოს ადამიანმა რა არის სტრატეგია, ბრენდის სტრატეგია, როგორ აუხსნებით, მოკლედ. აი თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე, ეხლა უცებ 27 წელი რო გაატაროთ გონებაში, რაც აკეთეთ, მაგიდან გამომდინარე, აი რო რას ეთყოდით, რომ რა არის სტრატეგია. ჩემო ძმაო. სტრატეგია. თქვენთვის. რაღაც ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ მაქვს, მაგრამ აიც შეიძლება ითქვას, რომ პირველ რიგში ჩემი აზრით ეს რა იქნება, იცით? ეს საკუთარ თავში ჩახედვა და იმის მზაობის დანახვა, თუ შენ შეგიძლია ამას მიუძღვნა შენი ცხოვრება. გადასარევი რამე. იმიტომ რომ გვეტყვი ჩვენ მაყურებლებს, რომ მეგობრებო, მაგარი ბრენდები ასეთი ადამიანების აშენებული არის, ვინც მიუძღვნა ამას თველი ცხოვრება და რაღაცა სიგიჟეებიც აკეთა, ნუ სხვა მეძახა რომ სიგიჟეები აკეთა. მარტო მაშინ ხარ ალბათ თავდადებული, მარტო მაშინ გაქვს რაღაც ფსოფხედველობა, დამოკიდებულება და მარტო მაშინ არ თმობ ალბათ იმ შენ პრინციპებს, რა გზითაც დადიხარ. ესეა, ხო? ბრენდი რა არის თქვენთვის? ბრენდი კითხვით, მაგრამ აი კი, ბრენდი ეს, ნუ იგივე, ნუ უფრო ემოცია. ემოცია. და აი რა როლი აქვს თქვენ საქმეში ბრენდს? კონკრეტულად თქვენ რო კითხოთ. აი რა არის თქვენი საქმისთვის? რა როლს თამაშობს? და ურჩევთ თუ არა ადამიანებს, რომ იმუშაონ ბრენდის შენებაზე? ნუ რა ხდება იცით, ხა ბრენდი ეს ჩვენ შემთხვევაში, ჩვენს კონკრეტულად ჩემ შემთხვევაში ეს არის აბსოლუტურად პირადი და ეს არის პირადი რეპუტაციული. ანუ ეს გაიგივებულია ჩემს პირად რეპუტაციასთან. მე ვერ დავუშვებ, რომ ვიღაცამ მიწოდოს დაუშვათ მატყუარა. ანუ აჭყლაპუნებს რაღაცას. რაღაც ეს წარმოუდგენელია და აი მაგის დაშვება ვერ წარმომიდგენია და მაგას ვერ დავუშვებ და არ დავუშვებ. არაფრის ფასად. ძალიან კარგი. ეს დამოკიდებულება გჭირდებათ ხახტო, რომ მაგარი ბრენდი ააშენოთ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში არაფერი არ იმალება 21 საუკუნეში განსაკუთრებით და მოგაგნებენ და აი ჩემ დამკვეთებს ვეუბნები ხოლმე და სტუდენტებსაც ვეუბნები, რომ სადაც თუ თქვენი ბრენდის შემოვლებას დაიწყებთ, ან მართავთ რაღაც ბრენდს და სული და გულით იქ ხართ, ყოველთვის გახსოვდეთ ესეთი რამ თქო, რომ აი სულ ესეთ კითხვას თქვა, ნუ თუ არ გინდა, რომ სადმე რომ მიხვალ, გაიცნობ ადამიანებს, თქვენ ვიბრძანდებით აქ, სად მუშაობთ, აუ თქვენ შემოგელეთ, რა მაგარი ბრენდი, აი ეს რო გითხრან, მე ვთხარი, ნუ თუ არ გინდა და იცოდეთ, რომ ამაზე მაგარი мотиваცია არ არსებობს. ცოტა არათამდაბლად თუ გამომივა ბოდის ვიხთი, მაგრამ ალაგ-ალაგ რომ ხვდებიან ადამიანები, ვინც თქვა ლექცია მოისმინა ჩემი და მეუბნებიან, რომ აუ ბატონო ალექს, დიდი მადლობა, იმიტომ რომ ძალიან გამომადგა. ეს ჩემთვის არის ყველაზე დიდი мотиваცია და ეგრეა ბრენდის შენებაში. ახლა
ბატონმა ზურა რაც თქვა ეგ არის რომ წელ გამართულმა იარო ალბათ ხო ქალაქში ქვეყანაში და რო შეხვდები თელავის ღვინის მანე თქვენ ხართ გაიხარეთ რა კაია ხო აი ეს ამბავია კი ამიტომ იფიქრეთ ამაზე და იფიქრეთ ადამიანებზე რომ ადამიანებმა ეგ გითხრან სხვათა შორის მე რო პროექტს ვაკეთებ ხოლმე ეხლა დავამატე ერთ-ერთი კითხვა ბრენდის კითხვარი ვეძახი რა მთავარი კითხვები ბრენდის და 5 თუ 6 კითხვა 7 გააჩნია რომელ ბრენდს მემუშავები და ბოლო კითხვა არის გთხოვთ მიპასუხოთ რისთვის უნდა გითხრან ძალიან კონკრეტული მადლობა ადამიანებმა ხვდებით აი ამას ვეუბნები ბრენდებს და თქვენც მინდა ეს კითხვა დაგისვათ აი ხა რაც იარა თელავის ღვინის მარანა მანდენი ხანი ბერ ქარტეხილებს გაუძლო მოვიდა აქამდე ხო აი რა გაგიხარდებოდა თქვენ რისთვის ძალიან კონკრეტული რაღაცა რომ აი მადლობა რომ გითხრან ადამიანებმა რისთვის ნუ ჩემი აზრით ქართული საქმისთვის ქართული საქმისთვის ეს არის ნუ მე ყოველ შემთხვევაში გულისხმობ პატრიოტებს ქართული საქმისთვის რატომ რო თქვენ მაინც აკეთებთ ღვინას სწორად თუ აი როგორ არა ნუ რო ჩავშალოთ ფაქტიურად შეგვიძლია თქვა ასე რომ რაზეც ვისაუბრეთ იმას მინდა დავუბრუნდე ახლა საქართველოს არაა ისე ცნობილი და საქართველოს არაა პოზიტიურად ცნობილი ანუ საქართველოს საქართველოს პროდუქტი არაა პოზიტიურად ცნობილი თორე თვითონ როგორც საქართველოს ბევრი ხალხი მხდება უკვე ძალიან რომელსაც ხდება ბევრი ხალხი რომელსაც საქართველოში ამას წინ საჩი მხდა ვენაში ღამეში მხდა ღამეს ვიღაც ამერიკელი შემხვდა და ის აი ბარი სად არის მეკითხება არ ვიცი მეთქიდა საიდან ხარ საქართველოს სამჯერ ვიყავი რა მაგარია გამიხარდა გამიგე მაგრამ ეს საქართველოს მოეწონა იმ ახალგაზრდა კაცს ეთყობა თბილისში იყო და რაღაც კაი დრო ატარდა რაღაც მოეწონა ეს ყველაფერი მაგრამ მე ჩვენს ახლა ფაქტიურად ახლა საქართველოს შვილები ვართ პატარა ქვეყანა გვაქვს და უნიკალური ქვეყანა გვაქვს იმ თვალსაზრისით რომ ახლა ერთ-ერთი პატარა ერი ვართ რომელსაც ამდენი წლების და ქარტეხილის შემდეგ ჩვენ იდენტობა შევინარჩუნეთ საკუთარი ენა მამული და ასე ვთქვათ და მაგრამ ბევრი რამე გვაქვს გასამართი გვაქვს ხო და აი ამ გასამართში პატარა ჭანჭიქს რო აკეთებ რომელიც ქართველს თავაწეულს წაიყვანს სხვაგან და შენი ღვინით თუ შენი პროდუქტით ნუ ხა ვიღაცას გერმანიის თუ მერსედესი აქვს ჩვენ კიდე ღვინო გვაქვს და ეხა თუ ეს ღვინო კარგია ის ხო ამაყი თავის მერსედესით აი ქართულს თუ მიაინჭებ იმის საშუალებას რომ შენი ღვინი და საკუთარი ღვინით იამაყოს მაგაზე კაი საქართველოს პროდუქტების დადებით ცნობადობაში შეტანილი სულისთვის გინდა გითხრან რომ აბა რა ხა მუსიკის დაწერაში ვარ მეტყვი ამაში უნდა მეთქვა აი მუსიკაშიც არ მოვიკოჭრებთ არა მე კონკრეტულად მე ხო ჩვენზეა საუბარი ხა შემთხვევაში მუსიკაზე რასაკვირველია ბატონ ზურა ისევ ადამიანებს მინდა დაუბრუნდე გუნდს და ასე შემდეგ რა ესეთი ეს სიტყვა არ მომწონს მართვა ადამიანების ალბათ ეს კომპანიის ხელმძღვანელობა არის ამ ადამიანებთან ურთიერთობის დალაგება ხო თქვენ როგორც პირველი პირი ხო ნუ ყველაზე გავლენიანი დაფუძნებელიც ხართ და დირექტორიც ხართ ხო როგორ ფიქრობთ აი ამ ეგრეთ წოდებული CEO-ს რო ეძახიან აი მთავარი ადამიანის როლი რა არის აი ყველაზე მთავარი თქვენი საქმე რა არის კომპანიაში გეტყვით ახლა ეს შევცვალე ძალიან ბევრი ერთი კანადელი კონსულტანტი ყავდა ძალიან დიდი ხნის უკან ხო და ამას საბოლოო დასკვნაში რა დაგვიწერა იციო თქვენიო კომპანია არისო გადაყირებული პირამიდა ვასეო ამას გავსო რა აი დაბლად გეხავთო თქვენ ორნიო და ამ თელ პირამიდას მიაგორებთ მოდი ეს გადმოატრიელებთ რა და ახლა ჩვენ გადმოვატრიალებთ кайხანი ეს პირამიდა. ანუ ეს პირამიდა თვითონ მიდის. თვითონ მუშაობს. თვითონ აკეთებს საქმეს, იმიტომ რომ ჩვენ მოვახდინეთ უფლებების დელეგირება და ამ საქმიანობის დივერსიფიკაცია. ანუ ყველამ ყველაფერი იცის. ყველას აქვს თავის წილი პასუხისგებლობა და აი ამით ჩვენი თანამშრომელი, ნებისმიერი ჩვენი თანამშრომელი ამაყია. რადგან იგი წყვეტს საკითხს თავის კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისად იგი იღებს მონაწილეობას ამ საბოლოო პროდუქტის შექმნაში და მისი ხელი რომ არა ეს პროდუქტი ასეთი ვერ იქნება.
ანუ აი ეს ასია ჩვენი სისტემა მოწყობილი. და მე ამ შემთხვევაში მხოლოდ რაღაც, ასე ვთქვათ, პასიური დამკვირვებელი არა, მაგრამ ვერევი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ყველაფერი ძალიან კარგად მიდის და რასთავარი ეს არის დინამიური გარემოს უყურებთ, რომ ეს არ შეიცვალოს. დინამიური პროცესია, როდესაც ჩვენი წესი ასე მდგომარეობს, რომ ჩვენ ვიცავთ წესებს და თუ რაღაც არ მოგსვიცვლით ამ წესს. ესაა ძალიან მარტივი, ესაა პრინციპი. წესი ყველასთვის წესია? აუცილებლად. თქვენთვისაც და თანამშრომლისთვის. აუცილებლად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამე. აუცილებლად ძალიან მნიშვნელოვანი წესები გვაქვს ჩვენ, რომელიც აბსოლუტური დემოკრატია მაქვს. და დაწყებული კვებიდან ყველა ერთ ადგილას ვიკვებებით და ეს კომპანია თვითონ იხდის ამის ფულს, ყველას კვების ფულს და ყველა ვიკვებებით ერთ და იგივე საჭმელით. ერთი აქედან რომ დავიწყოთ და დავმთავროთ იმით, რომ რაც გითხარით, რომ ყველა თავის ადგილას არის თავის საქმის ბატონ პატრონი. და ეს ამნიშნულოვანია. რა იქნებოდა თქვენი მთავარი რჩევა იმ ადამიანებისთვის, ვინც ახლა იწყებს ბრენდის შენებას, აპირებს, ან საწყის ეტაპზეა, რომ აი ამ გავლილი წლების მერე უკან რო იხედებით, აი მთავარია ეს ქენი, ან აი რაღაც აი რა იქნებოდა, რას ურჩევდით? იმისთვის, რომ მათ შექმნან მე რასაც ხედავ, ვისაც შევხვედრი, ვისაც საკუთარი ბრენდი უშენებია საქართველოს მასშტაბით, ყოველთვის არის ვიღაც პიროვნება, რომელიც ამის უკან დგას. რა თქმა უნდა. ანუ ამ პიროვნების ზავსაც უნდა მოიხსენ ეს არის. ანუ ამ პიროვნებას თავის საქმე უყვარს. თავის საქმე უნდა, შენი საქმე უნდა გიყვარდეს. ეს ძალიან სტანდარტული ბანალური ფრაზა არის ერთი შეხედვით, მაგრამ ძალიან დიდ როლს თამაშობს, ხო? აბსოლუტურად, იმიტომ რომ სხვანაირად არ შეიძლება. ეხლა წარმოვიდგინეთ, ჩვენი საქმიანობა კიდევ რითია, რომ ჩვენ მუდმივად ვფიქრობთ, რა შეიძლება ახალი გაკეთდეს, გაუმჯობესდეს. იმიტომ რომ შენ შეგიძლია დაუშვათ დაიქირავ ვიღაც ჯგუფი, რომელიც შენ მოგიმზადებს, აი რა პროდუქტი გჭირდება. მაგრამ ეს პროდუქტი რო გჭირდება დაუშვათ რაღაც, ხო? ამის შესწავლა შეიძლება დაჭირდეს ძალიან ბევრი დრო. და შესაბამისად ის დრო, როცა მათ მოგიმზადებენ ამ ახალ პროდუქტს, შეიძლება უკუღიან იყოს. მაგრამ შენ თუ ოპერატიულ მართვაში ხარ, ჩვენი ზომის კომპანიისთვის სრულიად საკმარისია, ყოველ შემთხვევაში ასე ვფიქრობთ და მომგებიანია ფინანსურად, რომ ეს გადაწყვეტილება ამაზე ვიღაცა მეფიქროს მუდმივად. ძალიან კარგია. და მოსწავლე ორგანიზაციის ასე ვთქვათ, რომ სულ რაღაცა იმასკნა და როგორ ფიქრობთ, აი ამ ადამიანს ხელმძღვანელს ეს ლიდერი გავიგეთ, აი ვინც ამას უნდა უყუროს. და მოდი სხვანაირად ვთქვათ, ბრენდის მშენებელ ადამიანს რა თვისებები ჭირდება თქვენი აზრით? რა უნარჩვევები და რა თვისებები? ნებისყოფა და ინოვაცია. ნებისყოფა და ინოვაცია. ინოვაციების ცნობის მოყარება აუცილებელი, ცნობის მოყარება აუცილებლად, იმიტომ რომ უნდა ეძებო აუცილებლად რაღაც ახალი. ყოველთვის ეს აუცილებლად უნდა გაჩერდე რაღაცას, უნდა შეხედო ქვევიდან, გვერდიდან გაიგო რატომ არის ესე. ყველაფერი უნდა გაინტერესებს, იმიტომ რომ ეს კომპანია შედგება ნაწილებისგან და ეს ნაწილები იმდენად მნიშვნელოვანია მათი ბმა ერთმანეთთან, რომ საბოლოო ჯამში ეფექტურობის თვალსაზრისით, რომ თუ ეს ნაწილებიც არ იცი შენ, საბოლოო ჯამში ეს ეფექტურობა დაგეშლება და ეხლა შენი ბრენდის და შენი სურვილიც დაიშლება, თუ ეხლა ის მატერიალური საწყისი არ არსებობს, რაზეც ეს ბრენდი უნდა აშენდეს. რომ მარტო ემოცია არ არის საკმარისი ამისათვის. რა თქმა უნდა. ძალიან მნიშვნელოვანი რამე თქვით ნებისყოფა და ამ სიტყვაზე უცებ გამახსენდა ეს დიმიტრი უზნაძის აღწერა როა ქართველების რაც არა გვაქვს და მალე ფერხდება ხრება. აი ნებისყოფაში რას გულისხმობთ? იქნებ ეგ მითხრათ დეტალურად. ნებისყოფაში გულისხმობ რას და აი ეს ინოვაციის დანერგვას პირველ რიგში. რატომ იცით რომ ზოგადად ადამიანი ისეა მოწყობილი რომ ახლის ეშინია. არ უნდა ახალი, არ აქვს მიღებული, იმიტომ რომ კომფორტულად არის. რასაც აკეთებს, დაუშვათ ამას აკეთებს ესე, კომფორტულად არის. შენ ესე უნდა დაატრიალო. ამას ეუბნები. და იმას არ უნდა მის გაკეთება, იმიტომ რომ ხელი ესე აქვს მიჩვეული, ამას აკეთებს. არ ჭირდება ამას. თავის ტკივილია. ამას სწავლა უნდა კიდევ. ამას კიდევ რაღაც კურსი უნდა, რაღაც უნდა გაიაროს. და რა შეჭირდება ეს? არ უნდა ეს. და შენ, ეს მე მარტივ რაღაცას ვამბობ. მე სისტემურ ცვლილებაზე, სისტემური ცვლილების გატარება არის ყველაზე რთული. სისტემური ცვლილება, როდესაც ერთი რაღაც სისტემიდან გადიხარ მეორე სისტემაზე.
აი თუნდაც მე რას გულისხმობ, იცით, აი ამას. ჩვენ მაგალითად ერთ-ერთმა პირველმა დავიწყეთ ISO სისტემა. დანერგვა. ეს ISO სისტემა თავისთავად რას წარმოადგენს, იცით? ეს არის პროცესის გაწერა და ამის მიკვლევადობა. და არავის არ უნდა პასუხისმგებლობის აღება. ნებისყოფაზე მეტად ეგამბავი, რასაც თქვენ საუბრობთ, დისციპლინა ხო არ არის უფრო, რაღაცა დაისაღო მიზანი და მიყვე. ჩემი ნებისყოფა უნდა იყოს, რომ მე ამას მივახციო. მაგაშია საქმე. მათი ნებისყოფა, ჩემი ნებისყოფა. ესე ჩემი ნება და თანმიმდევრულად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და რომ მეორე კიდე რა ხდება, იცით, რომ იმდენად ჩქარა იცვლება ყველაფერი. იმდენად ბევრი ახალი რაღაც ვითარდება, რომ შენ თუ ამას ფეხი არ აუწყე. აუცილებლად ჩამორჩება, მიუხედავად ვინის კომპანია ხარ თუ, არ ვიცი, ნებისმიერ ამას მნიშვნელობა არ აქვს. იმიტომ რომ ეხლა ხელოვნური ინტელექტის ეს გამოწვევა ძალიან დიდი ხელოვნური ინტელექტი ეხლა, აქამდე დიდი ხანი იყო არსებობდა, მაგრამ ეხლა მასიური გავრცელება ეხლა პოვა. ეხლა ამან რა შეიძლება გამოიწვიოს, არ ვიცი, მაგაზე ვფიქრობ, არ ვიცი, რას მოვიფიქრებ, არ ვიცი, მაგრამ სერიოზული რამე იქნება აუცილებლად. და ეს არ არის ჩავლადი ტენდენცია. არ არის ჩავლადი, აბსოლუტურად, აუცილებლად. და რას გამოიწვევს ეს და ჩვენზე რა გავლენა იქნება, მე არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს საფიქრალია, ეს ახალი თავისტკივილია ჩემი აზრით, შეჯერობით. რაც რასაკვირველია, ამაზე არავინ არ იფიქრებს, თუ არ იფიქრა ხელმძღვანელმა. და მისი ნება უნდა იყოს აი ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება. ძალიან კარგი, დიდი მადლობა. გისურვებთ წარმატებებს მართლა ისეთ ინდუსტრიას წარმოადგენთ, ისეთ კატეგორიას, კიდე ერთხელ ვიტყვი ჩემთვის უძვირფასეს და მართლა მგონია, რომ ამან შეიძლება საქართველოს ძალიან წიწაწიოს თუ სწორად გავაკეთებთ ამ საქმეს და გისურვებთ საქმის სწორად კეთებას და რა ვიცი, გაგვიმარჯოს მეგობრებო. და იმედია მალე ქართულ ღვინოს ზუსტად ისეთი აღქმა და დამოკიდებულება ექნება და მის წარმომადგენელ მარანსაც, რომელსაც ის იმსახურებს ან უნდა იმსახურებდეს. დიდი მადლობა ბატონ ზურა. დიდი მადლობა ალექსი, წარმატებები.